მე მგონი დავიწყოთ ყველას მოგესალმებით, მე ვარ თამარ გულჩიანი, ძალიან მიხარია რომ დღეს ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გავხსენით სეზონი ჰაინრიხის ფონდში. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ საარჩევნო რეფორმაზე და მის მნიშვნელობაზე ქართულ პოლიტიკური მონაწილეობისათვის. რადგან პირველი დისკუსია არის ამ სეზონის აუდიტორიაში ძალიან ბევრი ადამიანი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხვალ პარლამენტში იწყება დისკუსია ამ თემაზე. ეს სწორედ ის შემთხვევა, როცა გერის ფონდმა გავს მოვლენას წინ და ასე ვთქვათ, ამ საპარლამენტო დისკუსიისათვის რაღაცა ნიადაგი მოამზადა. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი არის, რომ დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოგზაურობდა ქალბატონი თამარ ჟვანია. ჩვენ ყავს ასევე სტუდენტებს შორის ლევან ცუცქირიძე, ნიდერლანდების პარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ასევე ნინო ლოჯარია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი და ვახუშტი მენაძე, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. როგორც უკვე აღნიშნე, ესე იგი ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით რაღაცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები არის ქვეყანაში, ამაზე მეფიქრებთ ის, რომ კანონპროექტი უკვე განიხილება პარლამენტში. კანონპროექტი, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიებს ქნებათ ვალდებულება რომ 2% მათ პარტიულ სიებში გაითვალისწინონ ქალები. გარდა ამისა, ზოგადად ქვეყანაში საარჩევნო სისტემის რეფორმირებაც მიდის, მაგალითად, როგორც იგივე ანოტაციიდან ნახეთ, ალბათ მაჟორიტარული სისტემის ცვლილებაზე მიდის მსჯელობა, იგივე ნინო ლოჯარიას ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მაგალითად, დადასტურდა, რომ მაჟორიტარული სისტემა მაინც ქალებს არ წყალობს და შესაძლებელი არის, რომ საარჩევნო სისტემის გენდერული განზომილების, ასე ვთქვათ, რევიზია და ანალიზი დღეს გავაკეთოთ. თუმცა, რადგან ეს ყველაფერი ახლა ხდება, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ალბათ ინფორმაცია ყველას არ აქვს და კარგი იქნება თუ ესეთი მიმოხილვითი, ესე ვთქვათ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, იმიტომ რომ ყველა თქვენთანაც სხვადასხვა პერსპექტივა აქვს. მიმოხილვითი, ესე ვთქვათ, ანალიზით რომ გავაკეთოთ რა არის სტატუს კვო, რა უძღოდა წინან ყველაფერს და რისი მოლოდინები და რისი იმედები გვაქვს. თანმიმდევრობა ჩვენ ესეთი გვაქვს ვახუშტი მენაძე, ნინო ლოჯარია, თამარ ჟვანია და ლევან ცუცქირიძე, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოს თუ ამისი სურვილი აქვს ვინმეს. კარგი არის, რომ მაშინ ვახუშტი გისმენთ. მადლობთ, ყველას თქვენგანაც იქნება 15 წუთამდე. Fully quadrimetro. Რამდენიმე მიზეზის გამო. ევროპის მოსწავლე. საუბარი დაწყება ეს. პირველი საუბარი დაწყებას ის ართულებს, რომ მე არა ვარ გენდერის კვლევა. და ეს თემა ჩემთვის არ არის ძალიან კომფორტული. იმასით, რომ არ არის ჩემი ძირითადი მიმართულება, ჩემი კვლევების თუნდაც და ამოდროულად მაგის დარბაზში ძალიან ბევრი ადამიანს, რომელიც ჩემზე გასაგებად უკეთ შეძლებდა ამის გაკეთებას. და ეს პასუხისმგებლობასაც მართლებს. ძალიან დიდი მადლობა გერის ფონდს ამ შესაძლებლობის მოცემისთვის და მე შევეცდები ერთის მხრივ გავაანალიზო ის რა მოცემულობა გვაქვს საქართველოში ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობის, ხოლო მეორეს მხრივ შევეცადო რაღაც თეორიული ახსნაც მოუძებნო ამ საკითხს და ამავდროულად შევეცდები იმასაც, რომ ტრადიციული ხედვის კუთხეები გვერდზე გადავდო, არა იმიტომ, რომ მათ ძალიან ვეწინააღმდეგები, არა იმიტომ, რომ მე რასაც ეს ვიტყვი, მე თვითონვე ძალიან მყარი ვარ ამაში და ბოლომდე დარწმუნებული ვარ, მინდა რომ ამ საკითხზეც გავიმსჯელოთ სხვა პერსპექტივიდან.
და გავშალოთ დისკუსია და იქნებ რაიმე საინტერესო გამოვიდეს ამ ამბიდან. თუ არა და ჩემი შეცდომა იქნება ეს ამბავი და წინასწარ კი გავეპატიჟე თავი არ ვიცი არაფერი ბევრი ამბავი. მას ასე მე მგონია რომ თავდაპირველად კარგი იქნება თუ ვიტყვი იმას თუ დავიწყოთ პრინციპში ძალიან შორიდან სწრაფად გავიყვანოთ გზას და ვიტყვი იმას რომ ამ დისკუსიისთვის და ამჟღავნებისთვის როდესაც ჩვენ საუბრობთ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლობას იმათ შორის უპირატესად იქნებოდა გახსენოთ ის რომ პრინციპში ეს ამ საკითხის დისკუსია მერყეობს ორ ძირითად პოლიტიკურ კონცეფტში, სადაც ერთგან წამყვანი არის თავისუფლება, ეს არის პოლიტიკური კონცეფტის ძირითადი დასაყრდენი, ხოლო მეორე ნაწილში ეს არის თანასწორობა. და ისინი ამ დისკუსიაში ერთმანეთს მიემართებიან როგორც ანტინომიები, როგორც დაპირისპირებული ცნებები, რაც ამ იწვევს სწორედ ამ დისკუსიის სიმწვევს. თუმცა ბოლო დროს ამ გაჩნდა სხვა დისკუსიის მიმართულებაც, რომელიც ცდილობს აი სწორედ ამ აი დიქოტომიის გადალახვას თავისუფლებასა და თანასწორობას შორის ამ ორი დაპირისპირებული ხარის შეთავსებას და შერიგებას და მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ საიდან დავიწყებთ ამას რომელი პერსპექტივიდან აი საიაბერი და ვიდრე შანტალ მუხამიდე თუნდაც თუ რაზე ვილაპარაკებთ ჩვენ როგორ გასდავარქებთ ამ შერიგებას ეს იქნება თქვა კომუნისტური დემოკრატია თუ ეს იქნება თავისუფლების თანასწორობა რაცნებითაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ოპერირება ყველა ამ ხედვა საბოლოო ჯამში მივყავართ ერთ პრობლემამდე როგორ უზრუნველყოფთ თანაბარი პოლიტიკური მონაწილეობა ანუ კი ბატონო შევარიგებთ თავისუფლებას და ვიტყვით რომ თავისუფალ პირობებში თანასწორ პირობებში თავისუფალი მონაწილეობა მაგრამ როგორ და ეს პრობლემატიკა ჩემი აზრით კონცენტრირდება პოლიტიკური უფლებების ისეთ გამოვლენებაში თუ პოლიტიკურ სამართალზე ვსაუბრობთ ამ დისკუსიის ნაწილს პოლიტიკურ სამართალს შეეხება კონცენტრირდება ისეთ უფლებაში როგორც არის თანასწორის არჩევნო ანუ მთელი კონცეფცია საარჩევნო უფლების სწორედ არის რომ ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი შანსი ანუ არჩევნების მიზანი არის თანაბარ პირობებში ჰქონდეს შესაძლებლობა მოქალაქეებს წარმოადგენენ დააკისროს საკუთარი და მოხდეს აი ამ არჩევნების მიზანი არის მოკლედ რეპრეზენტაცია მაგრამ რეპრეზენტაცია ის საკუთრივ ვის რეპრეზენტაციაზე არის აქ ლაპარაკი და ცხადია მე მგონია რომ ეს არის ამოჩევის განწყობის რეპრეზენტაცია თუმცა აქ ვფიქრობ რომ ვეჯახებით ერთ ფუნდამენტურ შეკითხვას რომელიც ესე შეიძლება ჟღერდეს რამდენად ასახვავს ამორჩევლისთვის შემოთავაზებული არჩევანი მათ განწყობას ანუ არა იმდენად ის მე მაინტერესებს არა იმდენად ის როგორი არის დათვლის სისტემა არა იმდენად ის როგორ დგება შედეგები ან როგორ აისახება ეს შედეგები მანდატებში არამედ ის საინტერესო არის სიმრავლე საიდანაც ამორჩეველმა წარმომადგენელი უნდა აირჩიოს ანუ ხელახლა კითხვა რამდენად ასახავს ამორჩევლისთვის შეთავაზებული არჩევანი მათ განწყობას არა არჩევნების შედეგები რამდენად განსაზღვრავს ესე იგი ამორჩევლის განწყობას არამედ შეთავაზება რამდენად განსაზღვრავს განწყობას და ხო არ ვიღებ ჩვენ ეს სიტუაციას რომ მე სხვა რამე მინდა და სხვა რამეს თავაზობენ და ამ შეზღუდულ არჩევანში მიწევს გადაწყვეტილების მიღება
ამავდროულად განწყობას საუბრობ მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ განწყობას არ ვიყენებ ტრადიციული გაგებით, ესე იგი განწყობა ჩემთვის არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკურ, ესე იგი მარტივ დათვლას ვის რა უნდა, არამედ განწყობა, ამჟამად განწყობა ამავდროულად უფრო ესე იგი ესეთია სოციალური სტრუქტურების ეგზისტენციალური ანალიზიდან შეიძლება ჩვენ ამოვიღეთ, როგორც ვთქვათ, ამ განწყობა უნდა დავინახოთ მათ შორის საზოგადოების სტრატიფიკაციაში და მათ შორის იმ მოცემულობებში, ამოცემულობაცაც ვთავაზობთ საზოგადოების ანალიზი, მათ შორის გენდერული, სოციალური და ასე შემდეგ და არა მექანიკური დაფიქსირება იმისა, ეს მინდა ან ეს არა. ან უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივ სოციოლოგიურ, ასე იგი, დათვლაში გამოიყენება. მაგრამ თუნდაც ჩვენ ვულგარული გაგებით, რომ ვისაუბროთ განწყობაზე და ასე შევეცადოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ქართულ კონტექსტში. კითხვას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რამდენად ასახავს ამ ორ რჩეულისთვის შეთავაზებული არჩევანი მათ განწყობას. შეგვიძლია გადავავლოთ თვალი გარკვეულ სტატისტიკას და აქ სწორედ შემოდის ეს ჩემს მიერ შეპირებული ცოტა განსხვავებული ხედვა, ანუ შეიძლება ეს მე განსხვავებული მგონია, იმიტომ რომ საკმარისად ბევრი არ მაქვს წაკითხული და არც ისე განსხვავებული შეიძლება იყოს. მაგრამ ასე თუ ისეა, მე მაქვს ორი სტატისტიკური მონაცემი. ერთი სტატისტიკური მონაცემი გვეუბნება, რომ ქალების პოლიტიკურ და 2012 წლის არჩევნების შედეგად ყავს 9% მაჟორიტარი, ხო ესეა თუ 9% შემოჭრილი დემოკრატია არ არის. 2014 წლის არჩევნების შედეგად თვითმმართველობაში ყავს 7.2% მაჟორიტარი დეპუტატების, ხოლო თბილისში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ყავს მაჟორიტარის 29% ესე ქალი. მე სპეციალურად მომყავს მაჟორიტარული სისტემა, რადგან ვფიქრობ, რომ თავარი სიმძიმის ცენტრი სწორედ მაჟორიტარული არჩევნების კრიტიკაზე მოდის, რაც დღესაც არის ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური დისკუსიის საგანი, ხო? აქ მინდა ვთქვა, რომ პროპორციულ არჩევნებში ცოტათი აღემატება საბოლოო ჯამში, მაგალითად ორჯერ. ხო, ცოტათი არ გულისხმია, მაინც არ არის ახალი, ამის თქმა და საბოლოო ჯამში ეს სტატისტიკური მონაცემი. მაგრამ მეორეს ეს არის ერთი მიმართულება, როდესაც ყავს ძალიან დაბალი ქალთა პოლიტიკური წარმოადგენა. მაგრამ მეორეს ჩვენ გვაქვს სხვა კვლევები, რომელიც გვეუბნება, რომ ამორჩევის განწყობა პრინციპში არის სხვანაირი. მაგალითად, ACT-ის კვლევები აჩვენებს, რომ კაცების 50% მიიჩნევს თვიანსაც გაარიყო რატომ კაცებზე იყო 50% ამბობს, რომ მიესალმება ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობას, 10-დან 6 თბილისიდან 60% ამბობს, რომ მომხრე არის ქალთა პოლიტიკური ჩართულობის, UNDP-ის კვლევების 51% ამბობს, რომ ქალთა პოლიტიკური მოძრაობის გაზრდით მთელი ქვეყანა მოგებული დარჩება, ხოლო 68% ბოლო მე მგონი ეს არის უკანასკნელი კვლევა, ინდიის სტატისტიკური მონაცემის 68% ამბობს კვოტირების მომხრე. აი ამ ფონზე ის რომ გვაქვს ძალიან დაბალი პოლიტიკური წარმომადგენლობა, ცოტა უცნაურად გამოიყურება, ხო? ნუ როდესაც 64% ამბობს, რომ კვოტირება კარგია და საბოლოო ჯამში 7% ხდება ქალების დეპუტატი, პარლამენტურ არჩევნებში 9%. ძალიან რთულად ექვემდებარება ახსნას. ანუ ეს რას ამბობს, თუ დამაძალებთ არ რჩევდა, თუ არ დამაძალებთ არ რჩევ, ანუ ამაზეა ლაპარაკი. მე მგონი ეს არ არის და ამის გასაგებად ჩვენ გვჭირდება
სხვაგვარი სტატისტიკის მოხმობა, სტატისტიკის უფრო სიღრმეში ჩასვლა, სადაც ლაპარაკი არის. ხო, კიდე ერთი მნიშვნელოვანი თბილისი ვახსენებ, თბილისი არის უცხოური გამონაკლისი. ესე იგი 29% მაჟორიტარების არის ხალხი. ანუ პრინციპში ის, რაც ყველაზე თამამ ფიქრებში ჩვენ კვოტირების შემთხვევაში შეიძლება დაგვითმოს ეგ მასკულინურმა პარლამენტმა, ხო? და 30% მისცეს ხალხს წარმატებას. თბილისში ეს შემდგარი ფაქტია, რა? ხო, ვიცი. და რას შეიძლება და ანუ თბილისში თუ ეს შესაძლებელია, რატო არის ზოგადად ესეთი აღება. მე კიდე ერთ სტატისტიკას შემოვთავაზებ, რომელიც გარკვეულ ამაში დაგვეხმარება. ეს არის ის, რომ 2012 წლის მონაცემები არ მაქვს, ყველასში ვერ მოვიძია, 2014 წლის მონაცემებით მაჟორიტარი ქალების 63% არის ქართული ოცნების მიერ დასახელებული. ქართული ოცნების წევრი. ოცნება საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატების მხოლოდ 10% დაუთმო ქალებს. და საბოლოოდ თუ ჩვენ იმას გავვითვალისწინებთ, რომ ძირითადად მაჟორიტარულ არჩევნებში მოიგა ოცნება, ძირითად ესე იგი აი ამ 7.2%-ის დიდი წილი საბოლოო ჯამში მოდის ოცნების წევრ ქალებს. ანუ გამოდის, რომ თუ ძალიან უხეშად მე მესმის, რომ მეთოდოლოგიურად რაღაც შეცდომებს უშვებ, მაგრამ არც მაქვს ძალიან სუსტი სტატისტიკური მონაცემები, უბრალოდ ჰიპოთეზას გამოვხატავ, რომ შეიძლება სხვა სტატისტიკას უბრალოდ შეცვალოს, მაგრამ გამოდის, რომ ოცნებამ სადღაც 10% წარადგინა ქალების და ამ 10%-დან ანუ ყველა 10 ქალიდან 7.5 ქალმა მოიგო. ანუ არც ისე დრამატულია არ არის ვითარება, როგორც ვთქვათ, მარტო ქალი კანდიდატების ანალიზის მიხედვით გავაკეთე. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს. პროპორციული არჩევნების მიხედვით 14.7%-ია ქალი დეპუტატების აგრესიული მმართველობის არჩევნებში. ხოლო პირველ ათეულში ქართულ ოცნებას საქართველოს გავიკვეთეთ ქართულ ოცნებას ძალიან დიდი წარმომადგენლობა ყავს უმრავლესობა ყავს ყველგან ნუ ზუგდიდის გარდა და ზუგდიდშიც საფაქტობრივი უმრავლესობა ყავს ჩვენ ამ პარტიის მიხედვით არ არის უმრავლესობა მაგრამ მერე დაჭრა უმრავლესობა საქართველოს ჯამში ესე პირველ ათეულში 20% ყავდა ქალი ოღონდ გასათვალისწინებელია ის, რომ ქართულმა ოცნებამ 10-დან 10 დეპუტატი კი არ გაიყვანა, სავარაუდოდ 5 ან 6 გაიყვანა. პირველი ათეული, ხო? საინტერესო იქნებოდა პირველ ხუთეულში რამდენი პროცენტი ქალი ეყოლებოდა. ნუ, სავარაუდოდ უფრო ნაკლები ვიდრე პირველ ათეულში. და ესეა, ხო, როგორც ვთქვი? ნაკლები ვიდრე ათეულში. ხო. ამიტომაც, ნუ გასაგებია, ხო, ეს საბოლოო ჯამში მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ქართველი ამორჩეველი, აი ამ ზედაპირული დაკვირვებით, ძალიან ხმას იმდენად არა, ესე იგი, სქესის მიხედვით აძლევს დეპუტატს, არამედ იმის მიხედვით, რომელი პარტია წარდგება. ეს არც არის გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პოლიტიკური პარტიები ძალიან პოლარიზებულია პოლიტიკური განცდა. შეჯამებისთვის ერთი წუთი, შეიძლება. ხო. მოკლედ, მე ვთქვა მინდა საბოლოოში, რომ ჩვენთან მთავარი პრობლემა არის, რა თქმა უნდა, მე არ ვაკეთებ იმას, რომ ამორჩევის განახლება არის პრობლემა და საზოგადოებრივი აზრი არ არის ქალებისთვის სასარგებლო, მაგრამ მთავარი პრობლემა არის თავად პოლიტიკური პარტიის მენეჯმენტში, რომლებიც აკომპლექტებენ სიებს და ამ სიებსა გასაგებია მაჟორიტარული უნდა წარადგინონ და ისინი არაკეთებენ ფსონს ქალებზე. მაშინ, როდესაც პარტიების 40% ქალები შეადგენენ. მაგრამ ისინი ძირითადად ეწოდებულ შავ სამუშაოზე არიან, ისევე როგორც პრინციპში საზოგადოებაშიც ქალის საქმე, შავის საქმე ძირითადად ქალის საქმე, ხო? ანუ
ამ თვალსაზრისით მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მნიშვნელოვანი კოტირება სწორედ ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ აიძულო ან იმ არგუმენტებს, რომელიც კოტირების სასარგებლო არის მსოფლიოში, საქართველოში იმატება ის, რომ აიძულო ქართული პარტიების, ასე იგი, მამაკაცი მენეჯერები საკუთარ, ასე იგი, ძმაკაცური პრინციპის სიების შედგენას და კაცური სოლიდარობის სიების შედგენა გადადოს უკან, არამხოლოდ იმიტომ, რომ ქალების წარმომადგენლობა კარგია, არამედ იმიტომაც, რომ საზოგადოებრივი განწყობა მას მიუთითებს იქეთკენ, რომ მეტი ქალი სურს მას პარლამენტში. ამის თვალსაზრისით. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო, სწორედ ამორჩევის პერსპექტივიდან ჩვენ არასოდეს საუბრობთ ხოლმე, მოგებათ ხასუსაც სახელმწიფოს ვალდებულებებს, შიდა პარტიულ კოტირებაზე და შიდა პარტიულ წესებზე ალბათ აწმენებული ვარ, მაგრამ ბატონიანიც კიდეც საუბრობს, მაგრამ ახლა მინდა მომჯარიოს გითხოვთ, ეს ყველაფერი, რაზეც ბახუშტინი საუბრა, იქნებ სამართლიანი არჩევნების პერსპექტივიდან გითხრა, როგორ არის დინამიკა და მოლოდინები და იმედები გაქვს შენ პირადად. მადლობა, სწორედ მე დღევანდელი დისკუსიის თემიდან გამომდინარე ვისაუბრებ ხალხთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობაზე და იმაზე თუ რა თქვათ დადებითი მხარეები ან მორყოფითი მხარეები ახასიათებს კოტირებას და რა მიზეზებია ასე ვთქვათ ციფრისეულად ამაზე არ ვისაუბრებ. კონცენტრირდები უშუალოდ საარჩევნო სისტემების ზეგავლენაზე და მის ეფექტზე ხალხთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან მიმართებით. ესეთი აღიარებული პოზიცია არის, არავინ არ დაობს ამაზე, რომ მაჟორიტარული სისტემა ეს არის ხალხთა მიმართ კეთილგანწყობილი საარჩევნო სისტემა. ამის სტატისტიკური მონაცემები არსებობს, მაგალითად გარკვეული მონაცემები ვახუშტიმაც მოიტანა საქართველოს მაგალითზე ვიტყვი, რომ მაგალითად 2004 წელს ვთქვათ პროპორციული სიით არჩეული ქალები პარლამენტის 12% შეადგენდნენ მაშინ, როდესაც 3% შეადგენდნენ მაჟორიტარული წესით არჩეული ქალები, 2008 წელს 10% გავიდა ქალი პროპორციული სიით მაშინ, როდესაც 1.3% აირჩა მაჟორიტარული სისტემით და 2012 წელს გვაქვს შემდეგი მდგომარეობა 15% პროპორციული სიით და 9% მაჟორიტარული არჩევნების საფუძველზე. ზოგადად თუ მსოფლიო ქვეყნების პრაქტიკასაც გადავხედავთ, იმ ქვეყნებში, სადაც ქალების წარმომადგენლობა 30%-ზე მეტია, იქ არსებობს პროპორციული საარჩევნო სისტემები, ანუ ცალსახად არსებობს კავშირი პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და უფრო მეტ ქალ წარმომადგენლობას შორის. რომ არ მოვიყვანოთ კოტირების მაგალითები, რომელიც ისე ვთქვათ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელოვნური წამახალისებელი და დროებითი მექანიზმებია. სტანდარტების თანახმად ევროსაბჭოს რეკომენდაციები და მსოფლიო მაგალითებიდან ამ ეტაპზე მიიჩნევა, რომ 40% განსხვავებული სქესის წარმომადგენლობა ეს არის მინიმალური სტანდარტი, როდესაც ჩაითვლება, რომ განსხვავებული სქესის წარმომადგენლები არიან თანაბრად წარმოდგენილები საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა ჩვენ საქართველოს ამასთან ამ მაჩვენებელთან მიმართებით ძალიან უკან დგას 12% უკანასკნელი შედეგით პარლამენტში ქალი წარმომადგენლებით 11% ადგილობრივ თვითმმართველობებში. სამწუხაროდ მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, რომ მომხდარიყო წახალისება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ფინანსური წამახალისებელი მექანიზმების შემოღებით, ჩვენ დინამიკაში თუ შევხედავთ არჩევნების შედეგებს, ამ არასავალდებულო ფინანსური წამახალისებელი მექანიზმები, რაც დღეს კანონმდებლობაში დევს საქართველოში და შეგახსენებთ, რომ ამ პარტია, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, მიიღებს 30%-ით მეტ დაფინანსებას, თუ კი მას განსხვავებული სქესის წარმომადგენელი ყოველ ათეულში ეკავებს 30%. ეს არის არასავალდებულო მექანიზმი ქალების მონაწილეობის წახალისებისა და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს მექანიზმი არ მუშაობს. ამიტომ თუ კი შეკითხვა ისმის შემდეგვარად, როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა იმისკენ, რომ უფრო მეტი ქალი წარმომადგენელი მივიღოთ, პასუხი ალბათ პრომარტივია, სისტემა უნდა იყოს პროპორციული და სავალდებულო ქალების კოტირების სისტემა აუცილებლად უნდა იყოს შემოტანილი იმისათვის, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად მივიღოთ მეტნაკლებად თანაბარი წარმომადგენლობა. თუმცა აქაც პრობლემატურია
ის რომ ჩვენ გვაქვს შერეული საარჩევნო სისტემა, ნახევარი აირჩევა პროპორციული სისტემით, ნახევარი მაჟორიტარული სისტემით და კვოტირების მექანიზმი მოქმედებს მხოლოდ პროპორციულ სიასთან მიმართებით, ანუ ფაქტიურად მაჟორიტარულ არჩევნებში კვოტირების ცნება, პრაქტიკა ნაკლებად იცნობს, არ არის აპრობირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს შემდეგი ვითარება, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ კი 50%-იანი კვოტა იქნება შემოღებული პროპორციულ არჩევნებში, რაც ვითარების გათვალისწინებით, რასაც მოგვიანებითაც ვისაუბრეთ, ცოტა ალბათ პრობლემატური იქნება. ამ შემთხვევაშიც კი ჩვენ 25% დაახლოებით 25% ქალების წარმომადგენლობისა სავარაუდოდ მივიღებთ პარლამენტში. ანუ მაინც აი ამ კვოტის შემოღების შემთხვევაში დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში ჩვენ ვერ მივიღებთ სტანდარტულ რაღაცა მაჩვენებელს, რაც უზრუნველყოფს ქალებისა და მამაკაცის მეტნაკლებად თანაბარ წარმომადგენლობას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რეკომენდაციები უშუალოდ საქართველოს მისამართით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების არ ჩამოყრით სახელებს ერთ-ერთ ვახსენებ მაგალითად ქალთა მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილი კომიტეტის მიერ 2014 წელს დაიცა რეკომენდაცია საქართველოს მიმართ. ამ რეკომენდაციაში კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ქალთა წარმომადგენლობის მხრივ საქართველოში და აძლევს ქვეყანას რეკომენდაციას, რომ მათ ასე ვთქვათ შემოიღონ სავალდებულო კვოტირების მექანიზმი, რათა ეს უთანასწორობა, რაც შექმნილი არის წლების მანძილზე, შეიცვალოს. რატომ პროპორციული სისტემა? კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ამ კითხვას. პასუხი რამოდენიმეა, მაგრამ ალბათ მთავარი არის ის, რომ მაჟორიტარული სისტემისგან განსხვავებით, ანუ კვლევებმა აჩვენა, რომ იქ სადაც არის მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები, ანუ საზღვრები, რომლებშიც მთავარი კანდიდატი აირჩევა, იქ უფრო დიდი შანსი აქვს ქალს, რომ იყოს წარმოდგენილი. შესაბამისად, მაჟორიტარული სისტემა ორიენტირებულია ერთ კანდიდატებზე, ან მაქსიმუმ რამოდენიმე კანდიდატზე, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები გვაქვს, ხოლო პროპორციული სისტემა ეს არის სისტემა, რომელიც არის მრავალმანდატიანი. ანუ მთავარი კანდიდატი ერთდროულად იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ანუ რაც უფრო მეტი არის ესე ვთქვათ საარჩევნო ოლქის არა ტერიტორიული მაგნიტუდა, არამედ მანდატების რაოდენობა საარჩევნო ოლქში, უფრო მეტი არის შანსი იმის, რომ ქალები იყვნენ არჩევლები და სწორედ პროპორციული სისტემა უზრუნველყოფს აი ამ მრავალმანდატურობას საარჩევნო ოლქებისა. და გარდა ამისა, პროპორციული სისტემის შემთხვევაში უფრო მარტივი არის მექანიზმი, იმიტომ რომ აქ უკვე პარტიული დისციპლინა და პარტიული სტრუქტურა მოქმედებს, როდესაც პარტიას ამვალდებულებ, რომ ყოველი რომელიღაცა რიგითი ნომერი იყოს განსხვავებული სქესის, ანუ ამ საკითხის ორგანიზება თვითონ პარტიის მხრიდან პროპორციულ სისტემის შემთხვევაში უფრო მეტად არის შესაძლებელი. რაც შეეხება, ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რა თქმა უნდა დეტალებს, როგორ იქნება თუნდაც კვოტის შემთხვევაში ჩანაწერი აღსრულების რა მექანიზმები იქნება, თუ პარტია არ დაემორჩილება, ზოგი ქვეყანა იყენებს ფინანსურ სანქციებს, მაგრამ ყველაზე ეფექტურია, რასაც ჩვენ ვიზიარებთ, საერთოდ სიის რეგისტრაციაზე უარის თქმა, თუ კი იმ კვოტირების, ასე ვთქვათ, სტანდარტებს თუ მოთხოვნებს, რაც კანონში არის, არ აკმაყოფილებს. ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რომ ქალი კანდიდატის მიერ საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შემთხვევაში შემცვლელად ისევ განიხილებოდეს იგივე სქესის წარმომადგენელი. ანუ ეს არის დეტალები, თუ კი თქვათ, თუნდაც კვოტირების მექანიზმი ჩავდოთ, თუ რაღაც ესეთ დეტალებიც არ გავითვალისწინებთ, მაშინ მივიღებთ ისეთ შემთხვევებს, როგორც თქვათ, სომხეთშია და რაღაცა მანიპულაციის საშუალებები არ უნდა იყოს დარჩენილი. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, მოგვაწვით ალბათ ბოლო ინფორმაციებს, საქართველოს პარლამენტში შესული არის ორი ინიციატივა სავალდებულო კვოტირების თემასთან დაკავშირებით. ვიტყოდი, რომ მე ჩემი ორგანიზაციის ეგიდით ხშირად მაქვს კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტიებთან საარჩევნო რეფორმასთან მიმართებით და ორგანიზაცია მუდმივად აყენებს, ანუ რეფორმის ჭრილში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წამახალისებელი მექანიზმების, ასე ვთქვათ, გათვალისწინების საკითხს. ჩემი შთაბეჭდილება არის და რეალობაც ესეთია, რომ არიან პარტიები, რომლებიც თანხმდებიან, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ამისთვის, რომ ხარს უჭერენ ქალებისა და მამაკაცების, ასე ვთქვათ, თანაბარ შესაძლებლობებს და წარმომადგენლობას, თუმცა როდესაც ისმით
კვოტა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით 50%-იანი კვოტა, აქ უკვე ცოტა ესე ვთქვათ ირონიულ და ჭრილში გადააქვთ საუბრები, რომ აი თურმე სიაში კი არა შეიძლება სუფრაზე ვერ დასვა ქალი და მამაკაცი. ყოველი მეორე და ნუ ესეთი ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრიდან ნამდვილად არ არის უწრფელი მზაობა იმის, რომ ეს ინიციატივა განხორციელდეს. ამას მიანიშნებს ის, რომ არც ერთმა დეპუტატმა, თუნდაც ერთმაც კი მათ შორის არც ერთმა ქალბატონმა თავის თავზე არ აიღო ის, რომ საკანონმდებლო ინიციატივად შეეტანა სავალდებულო კვოტირება. მე ვთქვათ, ერთადერთი არის ნანა ყეინიშვილის ინიციატივა, თუმცა ეს არ არის 50%-იან კვოტირებაზე არ არის საუბარი, ცოტა უფრო ნაკლებ პროცენტზე არის საუბარი, 30%-ზე და ასე შემდეგ, რაც ვფიქრობთ, რომ მისი ინიციატივის გასვლის შემთხვევაშიც დაახლოებით 7 ქალით მეტი შეიძლება მივიღოთ პარლამენტში, ამიტომ ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ არა იმაზე, რომ კვოტა შემოვიღოთ, არამედ იმაზე, რომ შედეგი მივიღოთ და თუ სავალდებულო კვოტა შედეგს არ გვაძლევს იმ ფორმით, რაც არსებობს, შესაბამისად მის კანონში არსებობა რაღაცა პანაცეა ნამდვილად არ არის. რაც შეეხება მეორე საკანონმდებლო წინადადებას, ამ შემთხვევაში არა ინიციატივას, სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა სამწუხაროდ რეალურად გათვალისწინებით არ ქონდა, ეს არის ქალთა პოლიტიკური ჩართულობის სამუშაო ჯგუფის ინიციატივა, აქაც არიან წარმოდგენილი ინიციატორი ორგანიზაციები, ჩემი ორგანიზაციაც არის ერთ-ერთი ინიციატორი. ხვალ არის ამ ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არსებულ საარჩევნო სისტემის ვითარებაში პროპორციულ არჩევნებში შემოღებული იყოს 50%-იანი კვოტირების სქემა, ანუ საარჩევნო სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ის არის ეს ინიციატივა არის დარეგისტრირებული საკანონმდებლო წინადადებად და ხვალ არის პირველი საკომიტეტო განხილვა ამ თემაზე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თემაზე. ყველა ვინც ხარ ამ თემით დაინტერესებული, იღონა იქნება, რომ გამოხატოთ თქვენი ინტერესი და დაესწროთ და ამით გამოხატოთ თქვენი ინტერესი ამ თემის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე ზეწოლა და ამ თემის გააქტიურება, იმიტომ რომ პოლიტიკურ სპექტრში არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში განწყობა იმისა, რომ ამ მიმართულებით რამე შეიცვალოს არ არის, მაგრამ თუ ამ თემასთან დაკავშირებით იქნება უფრო მეტი საზოგადოებრივი კონსენსუსი მხარდაჭერა, შეიძლება რაღაცნაირი თქვა ბერკეტებიან ზეწოლის საშუალება გქონდეს. ამიტომ ხვალ არის ესე ვთქვათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ამ მიმართებით და ალბათ დავინახავთ გარკვეულწილად განწყობებსაც. რა ვიცი, სულ ალბათ ძალიან მოკლედ ეს იყო, იმედია არ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, არ ძალიან ცოტა ბევრი თქვენგანი ალბათ ინფორმირებული ცხართ იმ საკითხებზე, ჩემზე უკეთაც რაზეც ვისაუბრეთ. კითხვა მექნებოდა შენთან 2016 წლამდე შეიძლება მოესწრებას მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის რაღაცა ფუნდამენტური ცვლილება და თუ არ მოესწრება, მაშინ ხომ იგივე 50%-იანი კვოტით და საბოლოოდ 25%-იან წარმომადგენლობას მივიღებ და ეს არ იქნება ეს ჩვენ გვინდა, ხო? ხო, ნუ რამდენი გაიზრდა. ხო, და შესაბამისად, ხო, ანუ სამი კომპონენტისგან შედგება ეს კითხვა. ანუ მაჟორიტარული სისტემა თუ არ შეიცვალა 2016 წლის არჩევნებისათვის, ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უნდა კარგი კანონპროექტი მიიღოს პარლამენტმა ახლა კვოტებთან დაკავშირებით, 25%-ს მაინც ვერ გაცდება ქალების რაოდენობა პარლამენტში. მაჟორიტარის ხარისხი. ხო, და მაგრამ მაჟორიტარის რამითაც ვაპარაკო. სწორედ ამას უნდა პროპორციული იმედას თუ ვიქნებით, ესე იქნება მეთქი და მაჟორიტარებში კიდე ქალები ვერ იგებენ არჩევნებს, ამას ამბობ, ხო? მაგრამ მე მაინტერესებს ამ მაჟორიტარებს როგორ უშუალოდ, ანუ რა გავაკეთოთ იგივე შიდა პარტიული თვალსაზრისით გაკეთება შეიძლება, იმიტომ რომ თუ ხედავთ 2016-ში რეალისტური ჩვენი ხედვა არის ის, რომ პროპორციული წესით, ესე იგი, ბევრი ქალი მაინც არ იქნება მაჟორიტარული წესით, ანუ სისტემა რომელიც არ მოგწონს, რაღაცნაირად ხომ უნდა გავაუმჯობესოთ ისე, რომ შიდა პარტიული კვოტები მოვთხოვოთ პარტიებსა და რაღაცა სხვა საკანონმდებლო ინტერვენციები გავაკეთოთ. ეს არის კითხვა. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ალბათ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ზოგადად 40%-ზე მეტი მაღალი აქვს ქალთა წარმომადგენლობა, კვოტირება მაგალითად სკანდინავიურ ქვეყნებში არ მოქმედებს, მაგრამ არსებობს რაღაცა პარტიული კულტურის
თემა, როდესაც პარტიისთვის არის, ასე ვთქვათ, სამარცხვინო ის, რომ განსხვავებული სქესის წარმომადგენელი არ იყოს, ანუ ეს არის უკვე საზოგადოებისათვის მიუღებელი. რასაც პარტიები რაღაცა თვითრეგულაციებიდან გამომდინარე, ხო, შიდაპარტიულად მათ იმდენად მიუღებელია ის, რომ მკვეთრი განსხვავება იყოს და არაპოპულარული სქესთა შორის, ანუ ეს შიდაპარტიულად რეგულირდება. ეს არის ალბათ იდეალური შემთხვევა. თუმცა ჩვენ გვაქვს ცოტა უფრო მძიმე სიტუაცია, ამიტომ საუბრობთ ამ დროებით ღონისძიებაზე. მაჟორიტარული სისტემა შეიძლება თუ არა ეს არის თემა, რომელიც მე მგონი ცოტა ძალიან ყველას აირიანად უხებს, ეს მარტო ქალების წარმომადგენლობას არ უკავშირდება, უფრო ხანგრძლივად უფრო მნიშვნელოვანი ზოგადად პოლიტიკური სტაბილიზაციის და ასე ვთქვათ სამართლიანობის თემას შევედებთ. მიმართულებით მე მაინც იმედი მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება და მაჟორიტარული სისტემა არ დარჩება ისეთი, როგორიც დღეს არის. მე მაინც იმედი მაქვს, იმიტომ რომ ფაქტობრივად პოლიტიკურ სპექტრში ოპოზიციური პოლიტიკურ სპექტრში საპარლამენტო არსებობს კონსენსუსი იმაზე, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს. და რეალურად ხელისუფლება არის მარტო ამ გადაწყვეტილებაში, რომ არ უნდა შეიცვალოს მაჟორიტარული სისტემა. აქედან გამომდინარე, მე ვერაფერს ვერ ნამდვილად რთულია პროგნოზირება, თუმცა შეიძლება ცვლილებები მოხდეს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არაერთხელ გამისვამს ეს საკითხი მათთვის, მოლოდინი იმისა, რომ ეს სისტემა იმდენად ანუ ქალთა წარმომადგენლების გაძლიერების კუთხით იფიქრებენ პოლიტიკური პარტიების სისტემის შეცვლას, ანუ მათი მხრიდან მე ეს მოლოდინი არ მაქვს, თუ არ იქნება ჩვენი მხრიდან გარკვეული ჩარევა ნამდვილად. ძალიან მოგება ეს მე მგონი ვახუშტის აი მოსაზრებებთანაც რაღაცა კავშირში არის, რომ მოსახლეობა სინამდვილეში ძალიანაც მზად არის იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი გახოს პოლიტიკაში, ამომრჩეველი, მაგრამ პოლიტიკური პარტიები ისევ თავის დაბალი რაღაცა კულტურის გამო, ასე ვთქვათ, ხმას ხარჯზე რუბავენ ამ საზოგადოებრივ მოთხოვნილებას. და ჩვენ ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქალი, რომელიც მართავს არჩევნებს, ყავს სტუმრად და ძალიან საინტერესო იქნება თქვენი პოზიციის მოსმენა ამ პრობლემთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. ძალიან მოხარული ვარ მოგესალმებით ყველას და მოხარული ვარ ამ თემაზე მიწევს დისკუსია. ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც მე როგორც ერთ ქალს, რომელიც ამ ხალხს წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელს ძალიან მაწუხებს და ალბათ აქ მყოფი ადამიანებიდან ბევრთან მქონია ჩვენ თანამშრომლობა და ყველას მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიური გახდა გენდერული თანასწორობის საკითხები და ამ საკითხების ხელშეწყობა. მე ძალიან მოკლედ როგორც პრაქტიკოსი პრაქტიკულ ინფორმაციასაც მოგახსენებ და ასევე მოგახსენებ იმ ხედვას, რაზეც ჩემმა გამოსვლებმა და ჩემმა კოლეგებმა ისაუბრეს, როგორც ერთ-ერთი საარჩევნო ექსპერტი ამ მიმართულებით. ჯერ საუბრობ როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და პატარა ექსკურსი მინდა გავაკეთო გენდერულ საკითხების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, როგორც მოგახსენებათ, 2010 წელს იქნა მიღებული გენდერული თანასწორობის გენდერული თანასწორობა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერული თანასწორობის შესახებ და ფუძს რაღაცა ძალიან პატარა ისტორია აქვს, როცა დავიწყეთ საერთოდ წამახალისებელ კუთხეებზე საუბარი და ყველას მოგეხსენებათ, რომ არსებობს რაღაცა გარკვეული ისტორია, როდესაც მოითხოვებოდა 20%-იანი დაცვა, რომ ის კონკრეტული პარტია, რომელიც დაიცავდა 20%-ს გენდერული წარმომადგენლობის თვალსაზრისით 10% საბაზისო სახელმწიფო დაფინანსების იქნებოდა მისი წახალისება და შემდგომში ეს კანონმდებლობაც განვითარდა და ასევე დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობით, რაც იმედს საუბრობდა, გახლავთ ის, რომ 30%-იანი, ანუ ყოველ 1000-ში 3 განსხვავებული სქესის წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში კონკრეტული პარტია მიუხედავად იმისა, ის შედეგობრივად იქნება თუ არა არჩევნით ორგანოში წარმოდგენილი, ის მიიღებდა 30%-იანი სახელმწიფო დაფინანსების დამატებით დაფინანსებას გენდერისთვის. ძალიან საინტერესო იყო ესეთი სვლები, რა თქმა უნდა, თუმცა დავეთანხმები აქ ყველას, ვინც ამის შესახებ ინფორმაცია ის სამწუხაროდ ამის შედეგობრივად არ მოუტანია რეალური შედეგი, დაახლოებით 11%-ის ფარგლებში ჩვენ ვართ დასწრებით, როგორც პარლამენტში ხალხთა წარმომადგენლობის კუთხით, ასევე თვითმმართველობაში ხალხთა წარმომადგენლობის კუთხით და მე პირადად მიწევდა საქართველოს მთავრობასთან ერთად გამოსულიყავი
ციდულ კომიტეტის მოხსენებაში და მიიღო მონაწილეობა და ზუსტად ამ ნაწილში ჰქონდა ერთ-ერთი მოხსენებელი გახდეთ მე რომ რა გაკეთდა ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის პოლიტიკური ჩართულობის გადასკუთი სპეციალურ ზონებზე იყო რა თქმა უნდა პროფილირებებზე საუბარი ჩვენ მიუხედავად იმისა რომ წამახალისებელი პროფილი ჰქონდა და მომიწია იმის თქმა რომ იყო ძალიან პატარა პოზიტიური დინამიკა იყო პოზიტიური მაგრამ ეს იმდენად მცირე იყო 1%-იანი დინამიკა რომ ფაქტობრივად თვითმმართველობის არჩევნების მერე საუბრობ ეს იყო მართლაც ვიტყვი ჩვენი რაღაცნაირი ძალიან სირცხვილნარევი წარმომადგენლობა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის თვალსაზრისით ციდეო კომიტეტის წინაშე, როცა ჩვენ ჟენევაში ვიყავით წარმომადგენლები, როგორც ქვეყანა იმ ვალდებულებების წინაშე, იმ ვალდებულებების წინაშე, რომელიც ციდეო კომიტეტის წინაშე გვაქვს ჩვენ აღებული როგორც სახელმწიფოს. ასევე საინტერესო განვითარება იყო ქვეყანაში ბოლოს, როდესაც შემუშავდა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნით მიღებული იქნა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიზნით მიღებული იქნა 2014-16 წლებში ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ამ კუთხით უნდა ყოფილიყო დამოკიდებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჰქონდა რაღაცა გარკვეული განსაზღვრული როლი და ამანაც ჩვენც მივიღეთ ამ გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და ჩვენი ინიციატივა იყო ძალიან ბევრი რამოს დავხმარებული საზოგადოებას ამ საკითხების კარგად წარმოჩენაში და ამ საკითხებზე დისკუსიაში. ეს არ არის საკითხი, რომელზეც არ უნდა იფიქრო, არ უნდა გაანალიზო და შემდგომში რა თქმა უნდა არ უნდა დაინახოს სწორად ის გზა, რა გზებით შედეგამდე მიგვიყვანს ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით. ჩვენ როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჰქონდა მუშათა ცნობიერების დონის ამაღლებისთვის დაფინანსებული პროექტები, გენდერული თანასწორობის საკითხების გათვალისწინება ამ პროექტებში და ძალიან საინტერესო იყო ხოლმე კითხვა ჩვენ ხშირად ჰქონდა დისკუსია რომ გარდა იმისა რომ კონკრეტულ პრიორიტეტად გამოვყავდით დასაფინანსებელი პროექტებისთვის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას საბოლოო ჯამში მივედით იმ დასკვნამდე რომ ყველა პროექტისთვის მოგვეთხოვა გენდერული ასპექტების გათვალისწინება. ეს იყო ძალიან ხშირად კითხვა რომ კი მაგრამ თუ არ არის გენდერზე პროექტი რა ასპექტები უნდა გავითვალისწინოთ და ძალიან ხშირად ფართოდ სამწუხაროდ ვერ უყურებს ჩვენი საზოგადოება ამ საკითხებს, იმიტომ რომ ძალიან ელემენტარული მაგალითი ჩვენ ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის გენდერული კომისიის გენდერული საბჭოს თავმჯდომარების წრება, რომელიც ასევე პრეცედენტია კაცია, ამ შემთხვევაში მამაკაცი და მიზრაობი კაცი და ძალიან ხშირად ვისაუბრია რომ თვითონ ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს მნიშვნელობა არ აქვს ისინი გენდერზე მუშაობენ თუ არ მუშაობენ, თუნდაც რაღაცა საგანმანათლებლო მასალების დისტრიბუციის დროს ალბათ უნდა გაითვალისწინოთ ის სოციალური როლები, რომლებიც დღესდღეობით ქვეყანაში ქალებს და მამაკაცებს აქვს. თუ ჩვენ წავალთ და ვთქვათ ამ იმ ერთად ყველაზე მძღოლების შეკრების, ან ეგრეთ წოდებული საჯარო ბირჟებში დავარიგებთ რაღაცა საგანმანათლებლო მასალებს, აქაც რაღაც გენდერულ მიდგომების უკანა პლანზე ოფის ნიშნებია, იმიტომ რომ ჩვენ ამ დროს არ ვითვალისწინებთ რომ ეს საგანმანათლებლო მასალა შეიძლება ქალებსაც მივაწოდოთ და ამ დროს ამ სოციალურ ჯგუფებთან ჩვენ ურთიერთობს გენდერული ასპექტების გაუთვალისწინება. სწორედ ამ თემებზე გვინდოდა ჩვენ ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა და დღესდღეობით ჩვენი პრიორიტეტი აქეთკენ მიდის, რომ არა მხოლოდ გენდერულად მუშაობ ორგანიზაციები, არამედ ყველა, ვინც კი მუშაობს საერთოდ და რაიმე საგანმანათლებლო პროექტებს აკეთებს, თუ სხვა ტიპის პროექტებს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან, აი ეს გენდერული ასპექტები უფრო ფართოდ დაინახოს საკითხი და თანასწორ პირობებში, რადგან საუბრობდა ვახუშტი, ჩააყენოს ამ შემთხვევაშიც თითოეული პროექტის მონაწილე თუ ბენეფიციარი. ჩვენ საკმაოდ დიდი თანხმები გვაქვს ჩადებული ბოლო 2 წლის განმავლობაში 9 მილიონზე მეტი ლარი გვაქვს გაცემული გენდერული საკითხების ხელშესაწყობად ჩვენი სწავლების ცენტრის მიერ. ასევე ამ სამოქმედო გეგმით, რაც მე ვახსენე, ხალი და პოლიტიკა როგორც ერთ-ერთი მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია CSKOS როლი ქალთა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ასევე გვქონდა მაგალითად ერთ-ერთი კაპიტანი თანამდებობები ელუსტრება და ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის კაპიტანი თანამდებობის პროექტის პარტიებში და ასევე ძალიან საინტერესო კვლევები და ვებგვერდი, რომელიც ჩვენი დაფინანსების და ხელშეწყობით შეიქმნა ეს ქალის ხმა ჯი არა
ქალისკნაჯი, სადაც ყველაფერი აბსოლუტურად გათვალისწინებული, რაც მოყოლეული და ეს ინფორმაცია იმდენად აკუმულირებული, რას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები, როგორია ისიც რაც მინუს საუბრობდა თქვა გერმანიაში, ან იგივე სხვა ქვეყნებში, რომ თვითონ პოლიტიკური პარტიებისთვის ის არის თავისი კვოტა, თავისი კანდიდატების წარდგენისთვის და ეს არ არის საკანონმდებლო კვოტები და ძალიან საინტერესო ხელშეწყობა ასევე ნიმთან ერთად ბატონი ივანე გოსწრებელიძე ჩვენს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებისას ჩვენი მონაწილეობითაც ხდება და ამ საკითხების რა თქმა უნდა ამ საკითხებზე ინფორმირება და ჩვენი სტრატეგიული გეგმა რომელიც 15-19 წლებს ფარავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გენდერული თანასწორობა არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა ეს ყველანაირად მაინც მიდის ამ თანამშრომლობის და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა უფრო ამორჩეულთა ინფორმირების, ამორჩეულთა განათლების და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის კუთხით. ძალიან მოკლედ ვიტყვი და გადავალი იმ საკითხებზე, რაც უკვე სიღრმეებში შედის როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის როლიდან და გამოვიდე და ცოტა მეტი ექსპერტის როლში მინდა შევიდე ამასთან დაკავშირებით. მოკლედ ვიტყვი, შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ წამახალისებელი კვოტა მაგალითად მმართველობის არჩევნებზე დაიცვა მხოლოდ ორმა პარტიამ. ესეც ძალიან რთული მოცემულობებიდან გამომდინარე, მე ამას ვეთყოდი ბაი დაცვას, სიმართლე გითხრათ, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ ათში თითქმის ძირითად შემთხვევებში ბოლო ადგილებზე იყვნენ ხოლმე ქალები წარმოდგენილი პარტიულ სიებში და ასევე ჩვენ ეს ორი პარტია იყო მხოლოდ ნინო ბიძანიშვილის პარტია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თუმცა რაც ვახუშტი ისაუბრა მაჟორიტარი კანდიდატების შემთხვევაში სწორედ ოცნებას ჰქონდა უფრო მეტი წილი ქალი კანდიდატების დასახელებული, ვიდრე თუმცა მართლმა კოალიციამ პროცენტულად დასახელებულთაგან სხვა პარტიებთან გამარჯვებულთაგან კი. თუმცა სხვა პარტიებსაც ჰქონდათ მიუხედავად იმის ცდელობა, მაგრამ ამან შედეგი რეალურად ჩვენ ნახეთ მაინც რომ არაფერი მომიტანა. ჩვენ ასევე ვეცადეთ რომ ჩაგვეტარებინა სპეციალური ტრენინგები შეუშვათ ქალი კანდიდატებისთვის, რომ რაღაცა мотивация აღვემაღებინა, ინფორმაცია მეტი მიგვეცა ეს ამორჩევლის განათლების ნაწილში და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით NDA-სთან, არასამთავრობო სექტორთან, ქალთა ქსელთან ურთიერთობით ჩვენ მოვახერხეთ, რომ 85 ქალი დაგვეტრენინგებინა ცოტა სიტყვა იმისთვის, რომ ისინი ყოფილიყვნენ კანდიდატები. პოტენციური კანდიდატები, მაგრამ აქ აღმოჩნდა ისე, რომ ამ ქალბატონების ძალიან დიდმა ნაწილმა საერთოდ ვერ მიიღო მხარდაჭერა პოლიტიკური პარტიებისგან, რომ ის ყოფილიყო კანდიდატი, ამ თვითონაც არ გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო კანდიდატი. ხოლო დაახლოებით 2%-ზე 15 ქალბატონი დარეგისტრირდა და 14 იქნა არჩეული მმართველობის ორგანოებში, 7 ამ შემთხვევაში პროპორციული სისტემით და 7 მაჟორიტარული სისტემით და აქაც ისე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა დომინირებდა, იმიტომ რომ ერთადერთი ქალბატონი იყო საინიციატივო ჯგუფით რამდენადაც მახსოვს. თუმცა ჩვენ გქონდა და ამ ცდილობებს გავაგრძელებთ და აი ახლა მე ახლა გადავავალთ იმ ნაწილში, რაც მინდა ვახუშტის გამოახმაურო, ამორჩევლის განწყობა, რაზეც საუბრობდა ვახუშტი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს განწყობა. თავისუფალ არჩევნისა და თანასწორობის პირობების თვალსაზრისით და ჩვენ ნახეთ ბოლო კვლევებით თუ ძველ კვლევებს მაინც არ ჩავყვებით, განწყობა საქართველოში ამორჩევლების ისეთია, რომ ისინი ქალ კანდიდატებს და კვოტირების სისტემას ხარს დაუჭერენ. ძირითადად ბოლო კვლევები ამას ადასტურებდნენ, მაგრამ ჩვენ უფრო მეტიც ჩვენ გვქონდა საერთო ერთობლივი კვლევა დიდი ბრიტანეთში მომუშავე საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრთან ერთად ქართველი ამორჩევლის ფსიქოტიპის შესწავლის კუთხით. და ქართველი ამორჩეველი არის ძალიან ასეთი პოზიტიური და ოპტიმისტი ამორჩეველი და მისი ფსიქოტიპი არის ისეთი, რომ ის არის ბედნიერი საარჩევნებზე მიდის და აძლევს ხმას კანდიდატს, მაგრამ ამ შემთხვევაში რა მოცემულობის წინაშე დავდებით. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ბოლო არჩევნებზე გავაკეთეთ, ეს იყო სტატისტიკური ანალიზი. ამორჩეველთა სიებში ქალბატონები, ქალები არიან 52%, გაცილებით მეტი ამორჩეველი, ვიდრე გვყავს მამაკაცი ამორჩეველი, თუმცა მათი წარმომადგენლობა არის კატასტროფულად განსხვავებული. ანალოგიური გენდერულ წილში დამუშავებული სტატისტიკა გვიჩვენა, რომ კანდიდატებშიც კი ქალთა мотивация იყო ძალიან დაბალი, ან ქალთა წარმომადგენლობის ხელშეწყობა საარჩევნო სუბიექტების მხრიდან, ეს იქნებოდა საინიციატივო ჯგუფი თუ პოლიტიკური პარტიები იყო ძალიან დაბალი. და мотивациაზე როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, თუ კანდიდატთა რაოდენობა დაბალია, თავის
თავისთავად ვერ იქნება არჩეულთა რაოდენობა მაღალი და ესეც პრობლემა იყო ბოლო არჩევნების მიხედვით. მე მახსენდება ხოლმე ხშირად ვისაუბრია, ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გენდერული პრობლემების თემაზე. და სულ მახსენდება ხოლმე 1919 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნები და ახლა ამ შემთხვევაში მინდა გამოვეხმარო, რომელიც საქართველოში თებერვალში ჩატარდა, ის იყო სულთა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები. სიითი პროპორციული სისტემით აირჩა 130 ადამიანი და მაშინაც კი მხოლოდ 20 ქალი დარეგისტრირდა, 20-მდე ქალი კანდიდატად და არჩეული იქნა სულ 5 ქალი აბსოლუტური პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში. გვარებიც კი მახსოვს იმ ქალების იმდენად დაინტერესებული ყავდა. ეს რაღაცა ისტორია იყო, მაგრამ ასე ვთვლი, რომ 70 წელი საქართველოში ვფიქრობ, რომ უფრო მეტიც ალბათ გაჩერდა კონსტიტუციური სამართლის პრინციპები და რეალურად ამ 70 წლის განმავლობაში ქვეყანას კონსტიტუციური სამართლით არ უცხოვრია. ჩვენ ცხოვრობთ ძალიან შევიწროებული სახელმწიფოებრივი სამართლით და ის კონსტიტუციური ღირებულებები, რაზეც თავისუფლება, რაზეც ვსაუბრობთ თანასწორობა, ფაქტობრივად ეს იყო გაჩერების წლები და დღესდღეობით ჩვენ გვიწევს ყველაფრის თავიდან დაწყება. რომ წავიდეთ კოტირების სახეებზე, ზუსტად რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დღესდღეობით, იმიტომ რომ ის გაჩერების წლები ფაქტობრივად ჩვენ ვერ განვავითარებთ და ეხლა გვიწევს ამ საკითხების წარმომადგენლობითი დემოკრატიაზე უფრო მეტი ძალისხმევა, სულ რაღაც 25 წელია, რაც ჩვენ ფაქტობრივად დავიწყეთ დემოკრატიაზე ფიქრი და დემოკრატიულ არჩევნებზე ფიქრი. მივდივართ სხვადასხვა ძალიან საინტერესო კვლევა იყო ეს ასენი კამარის კვლევა, სადაც გვაქვს სხვადასხვა მოცემულებები, მათ შორის წარმახალისებელი კოტირება, მათ შორის პარტიის მიერ თვითონ კოტირება და ასევე საკანონმდებლო კოტირების სისტემა. საკანონმდებლო კოტირების სისტემა ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა, როგორც დროებითი ფორმა და რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო მნიშვნელოვანი სტანდარტი, თუმცა დღესდღეობით რო გადავხედოთ ქალთა წარმომადგენლობები, სადაც მაღალია ძალიან ბევრ პროგრესულ ქვეყანას უფრო პარტიული, შიდა პარტიული კოტირების სისტემები აქვს გამოყენებული და პარტიები თვითონ თავად უწიწესებენ თავიანთ ასე ვთქვათ კოტირებას ამ კანდიდატების შედგენისას და ძალიან კარგად მუშაობს ეს ძალიან ბევრ ქვეყანაში. სისტემებზე მივედით და ალბათ ეს არის ყველაზე მსხვილი თემა, რაც დღევანდელი დისკუსიის თემა. უწყობს თუ არა პროპორციული სისტემა ქალთა წარმომადგენლობას. მე ვიტყოდი, რომ პროპორციული სისტემა არა მარტო ქალთა, ზოგადად წარმომადგენლობითობის ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემაა. და ეს არის ფაქტობრივად ასახვითი დემოკრატიის მაჩვენებელი, მნიშვნელოვანწილად იმ თვალსაზრისით, რომ აქ შეიძლება იყოს წარმოდგენილი როგორც უმცირესობები, ისევე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფები და ეს არის რა თქმა უნდა შესაძლებლობა მაღალი წარმომადგენლობითობის შესაძლებლობა. თუმცა ძალიან საინტერესოა, როდესაც ისე ვსაუბრობთ, რომ ის არ დავინახოთ ჩემი აზრით მხოლოდ გენდერული წარმომადგენლობის თვალსაზრისით. ზოგადად ქვეყნები თავის საჭიროებებს კონკრეტული განვითარების ეტაპზე თვითონ განსაზღვრავენ. შეიძლება მათ ჰქონდეთ პარტიული წარმომადგენლობის საჭიროება, შეიძლება მათ ჰქონდეთ გენდერული ან ეთნიკური წარმომადგენლობის საჭიროება და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას და ამავდროულად აუცილებლად საზღვრავენ ქვეყნის კონტექსტს იმ თვალსაზრისით, რომ ამ წარმომადგენლობის ფონზე შენარჩუნებული იქნეს სტაბილურობა. მე ამას რატომ ვამბობ? ამას ვამბობ, იმიტომ რომ მსოფლიო პრაქტიკაში ბევრი ქვეყანა ირჩევს როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ისევე მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, მაგრამ იმის გარანტიით, რომ მაინც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითობას და ამას როგორ ახერხებენ, უბრალოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. ეს არ არის ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი, მხოლოდ პროპორციულ სისტემაში შეიძლება იყოს გენდერული წარმომადგენლობითობა გაზრდილი პროპორციული სისტემის მეშვეობით. იმიტომ რომ მაგალითად ავღანეთის მაგალითი ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს იმ მრავალი მაგალითებიდან, რომელიც ჩვენ ვიცით, მას აქვს მაჟორიტარული სისტემა, ერთადერთი არაგადაცემადი ხმის სისტემა, რომელიც საფუძველზე ქვედა პალატაში ირჩევს 259 წარმომადგენელს, მაგრამ აქედან თავიდანვე 64 ადგილი, რომელიც რაც არის დაახლოებით 25% წარმომადგენლობის დარეზერვებულია ქალებისთვის. სულთა მაჟორიტარულ სისტემაში აქ არის დარეზერვებული ქალებისთვის. ისევე როგორც მაგალითის ვისაუბრეთ, ინდოეთს არ აქვს ეს საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ აქვს ძალიან საინტერესო სისტემა, მას აქვს უბრალო უმრავლესობის სისტემა, FTP, რაც
რაც თქვია ინდოეთში თვითმმართველობის ქვედა დონეზე. მაგრამ აი სწორედ აქაც იმისთვის რომ ხალხთა წარმომადგენლობა უზრუნველყო ინდოეთს ფემიცით ინდოეთი როგორი მრავალმხრივი და აი ძალიან საინტერესო ქვეყანაა თავისი ისტორიული, რელიგიური, ფილოსოფიური თუ სხვა სოციალური გამოცდილებით, მან გადაწყვიტა რომ 33% ქალების უნდა ყოფილიყო დარეზერვებული ინდოეთის თვითმმართველობებსა და სოფლებში, მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში არჩევნების თვალსაზრისით და 33% აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ხალი კანდიდატები იმ ერთმანდატიან ოლქებში წარდგენილები კანდიდატები და კანდიდატი ანუ კონკრეტული 33% ერთმანდატიანი ოლქების არის გადაწყვეტილი რომ აქ მხოლოდ პარტიებმა ან თუ სხვა სუბიექტი შეიძლება იყოს შეიძლება მხოლოდ ხალი წარადგინოს როგორც კანდიდატი და ყველაზე საინტერესო ის არის რომ ინდოეთი კიდევ იმასაც აკეთებს რომ ამ თვითმმართველი ერთეულების სადაც მაჟორიტარული სისტემებით არჩევნები ხდება როტაციას აკეთებს პერიოდულად ანუ მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტს კი არ ყავს სულ ხალი არჩეული არამედ მის ამ მუნიციპალიტეტების და სოფლების როტაციაც ხდება და ასეთ გამოსავლებსაც ყოფილობენ ამიტომ მე ცოტა სიმართლე გითხრათ გული დამწყდა როდესაც საკანონმდებლო ინიციატივა ვიხილე იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით დღეს რა იქნება პროპორციული სიითი წარმომადგენლობა რა თქმა უნდა ის ინიციატივა რომელიც დღეს წარდგენილია გაცილებით მეტი შედეგის მომტანი იქნება მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი უბრალოდ ამ წუთში ზუსტად ქვეყანა არ მახსენდება მაგრამ თვითონ პოლიტიკურ პარტიებს უწესებს მაჟორიტარული სისტემით წარდგენის შემთხვევაში რომ იმ ერთმანდატიან ოლქებში სადაც წარადგენს ის კანდიდატს წარადგენს 10-ში მაგალითად ერთმანდატიან ოლქში 10-დან მინიმუმ 30% უნდა იყოს ხალი ან წარადგენს 20-ში 20-დან მინიმუმ ანუ აქაც შეიძლება პოლიტიკური პარტიებისთვის მაჟორიტარულ სისტემაში წარდგენის დაწესება ამიტომ მე შემიძლია ვთქვა რომ თუ ქვეყანას აქვს იმის საჭიროება მისი დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე და მე ამას ვეთანხმები რომ მნიშვნელოვანია ქალთა წარმომადგენლობის და ჩვენ შეგვიძლია ყველანაირი ღონი ვიხმაროთ მათ შორის მაჟორიტარულ სისტემაშიც რომ ქალთა წარმომადგენლობა გავზარდოთ ჩვენ გამიხილავთ ძალიან მადლობა თამარ ძალიან გამიხარდა ამ მოსმენა იმიტომ რომ ზუსტად ეს არის რაც მე ამ გენდერულ კვოტასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მაკლია და სხვადასხვა ძალიან კარგი იქნებოდა რომ ამ დისკუსიებში უფრო აქტიურად ყოფილიყო ჩართული ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. ეს ინიციატივა არსებობდა უბრალოდ მოსაზრებების გამო. ხო, ყოველთვის ეგრე არის პოლიტიკური პრეფერენციების თემა არის ყოველთვის და საბოლოოდ ყველაზე ზედაპირული, ყველაზე ნაკლებად ეფექტური ინსტრუმენტი შეგვშება ხოლმე ხელში და მე არ მინდა რომ ეს თემაც ასე დასრულდეს და ნახავ ზუსტად ვიცი რომ ციცკრის მოსწრებები ამ თემაზე დაკავშირებით იმიტომ რომ აქაც პროჯექტი ვისაუბრია მაგრამ ეხლა ძალიან დიდი სიამოვნებით მოგისმენთ ლევან დიდი მადლობა მოწვევისთვის მოგესალმებით ყველას შევეცდები ლაკონურად და სწრაფად მოგითხროთ ჩემი საქმელი ამასთან დაკავშირებით მე უფრო აღარ შევჩერდები ქალთა წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე, სხვადასხვა სისტემებზე და შემდეგ ახლა ამაზე სათანადოდ საუბარი, უბრალოდ მე მგონია ძალიან ხშირად უფრო რთულად წარმოგიდგენია ხოლმე საკითხი და წარმოგიდგენია თვითონ პოლიტიკასაც უდრეს სინამდვილეში არის, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის მოტივაცია. აქ არის ლაპარაკი იმაზე, ეს ქვეყანა უნდა იყოს თუ არა თანამედროვე და განვითარებული სახელმწიფო, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის გენდერული თანასწორობა. დანარჩენი ყველაფერზე შეიძლება პროგრამაზე ყამათი, მაგრამ აი ეს ამ მოტივაციის ნაკლებობა ძალიან ხშირად ვერ ვამჩნევ ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას და მე მგონია რომ და ეს ძალიან კარგი ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ უფრო მეტი არის ამ ხრივაც გასაკეთებელი, რომ იმ ჯგუფებს, რომლებიც ადვოკატირებენ ამ საკითხებს არასამთავრობო სექტორში თუ სხვაგანაც უფრო არაფორმალურ დონეზე, უფრო მეტად პოლიტიზირებული და უფრო მეტად პოლიტიკური უნდა იყვნენ აგრესო პოლიტიზირებულში პარტიულ სანამ პოლიტიკური შინაარსი და დაწოლა უნდა კონდეს ამ საკითხს. ეხლა მე მინდა უნდა ვისაუბრო პოლიტიკური პარტიების საქმეზე, ну, როგორ შეიძლება ამ საკითხს შევხედოთ, ხო, დავინახოთ რა საკითხებია პოლიტიკური პარტიები.
ხალხთა გატაცდა თანასწორობის მხრივ და ჩვენ ამაზე როდესაც მუშაობდით ორი ფორმატი გვაქვს მრავალპარტიული ერთ-ერთი არის ხალხთა gender equality task force პოლიტიკური პარტიების რომელშიც ძირითადად არის პოლიტიკური პარტიები დამოკიდებული მაგრამ წელს გადავწყვეტეთ ასევე რომ შემოგვეტანა ცოტა უფრო მეტი კვლევა ამ საკითხში შემოგვეტანა ასევე უფრო მეტი კონკურენცია აი ანა აქ არის რომელიც არის ერთ-ერთი ავტორი ამ კვლევისა რომელიც ჩვენ გავაკეთეთ და დავიწყეთ პირველად კეთება გენდერული თანასწორობის ინდექსისა საქართველოში ანუ როდესაც ვიფიქრეთ რომ როგორ შეიძლება დავინახოთ რეალურად რას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები ამ მიმართულებით სამი განზომილება გამოჩნდა რომლის შეფასებაც შესაძლებელია ეს არის პარტიის შიდა ორგანიზაციული ცხოვრება ანუ რას აკეთებს პარტია თვითონ შიგნით მისი პოლიტიკური ნაწილი ანუ პოლისის თვალსაზრისით რა საკითხებს წამოწევს საზოგადოებრივ დისკუსიაში პარლამენტში პოლიტიკურ ცხოვრებაში ზოგადად და საარჩევნო საკითხი ანუ აყენებს თუ არა ქალ კანდიდატებს აზრს თუ არა საშუალებას ქალ კანდიდატებს რომ მათ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და აი ამ კრიტერიუმებით ამ სამი დიდი პარამეტრის მიხედვით ჩვენ შევაფასეთ პოლიტიკური პარტიები და მივანიჭეთ მათ ქულები გამოვიდა გამარჯვებული და გამოვიდნენ ისინი ვინც თქვა გამარჯვებული არ ამით გვინდა რომ რაღაც შეჯიბრებითობის ელემენტი შემოვიტანოთ იმაში რომ ეს იყოს მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკურ კონკურენციაში მაგრამ ასევე ჩვენ გქონდეს რაღაცა ხელმისაწვდომი სანდო წყაროებიდან მონაცემები იმის თავზე თუ რეალურად სად და როგორ შეიძლება გაუმჯობესების მიღწევა იმიტომ რომ ქალთა პოლიტიკაში წარმომადგენლობის ზრდას ბევრი რამ სჭირდება გარდა თქვა საკანონმდებლო ცვლილებებისა ეს არის შიდა პარტიული შესაძლებლობების ზრდა თქვა იგივე კვოტების წარმატებას უსურვებ ინიციატივას მისი მხარდაჭერა მაგრამ პოსტ-კვოტების ეპოქაში რა უნდა გააკეთონ პარტიებმა ხო ანუ მიიღეთ ეს კვოტები და რამ უნდა შეცვალონ თავიანთ მუშაობაში ახლებურად უნდა იაზრონ ახლებურად გაინახონ რაღაც საკითხები ხო უნდა შეცვალონ შიდა ორგანიზაციული კულტურაც და ეს მნიშვნელოვანი ნაწილი ამიტომ ესაც არის საკითხები ამიტომ ჩვენ შევეცადეთ რომ აი ამ კვლევის და ასევე სხვა ფორმატების საშუალებით ამოძღოთ კიდევ ვიტყვი დასასრულს რომ ეს დაგვენახა და შეგვიქმნა რაღაცნაირი გზამკვლევი იმისათვის რომ შეიძლება გააკეთოს პოლიტიკური პარტია და რას აკეთებენ როგორც თქვი ჩვენ შევხედეთ სამ განზომილებას პოლიტიკური პარტიების ცხოვრებისა ინსტიტუციური საპროგრამო და ორგანიზაცია საარჩევნო განზომილება და შევეცადეთ რომ მაქსიმალურად გადამოწმება დოკუმენტირებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიქმნა ეს რეიტინგი რომელიც ჩვენებს საიტზე დაწვრილებით შეგვიძლია ნახოთ და გამოქვეყნებულ ზღუდები არის და იყო თავის დროზე საკმაოდ ფართოდ ანუ ნახეთ წესდებები ბიუჯეტები რაც ხელმისაწვდომი იყო შიდა პარტიულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა ქალების საარჩევნო მონაცემები და შემდგომი შედეგადაც შედეგს 15 კრიტერიუმის მიხედვით ჯამში შევაფასეთ ეს კომპონენტები პოლიტიკური პარტიების ცხოვრების როგორებიც არის მაგალითად უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოებში ქალების რაოდენობა ქალთა ასე ვთქვათ განყოფილების უკვე სტრუქტურის არსებობა პოლიტიკურ პარტიებში მე მათი ასე ვთქვათ მანდატები რამდენად განსაზღვრულია მათი მანდატი არის თუ არის ფორმალიზებული თუ არ არის ბიუჯეტი არის თუ არა არჩევნებზე შიდა პარტიული ორგანიზება სამუშაო დღის წესრიგის და სხვა როგორც თქვი შევხედეთ სამ კომპონენტს და შემიძლია უბრალოდ გითხრათ რომელი პარტიები არიან უკეთეს მდგომარეობაში სხვებთან შედარებით. აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის კვლევები შესაძლოა იყოს ბევრად უფრო მრავალმომცველი საინტერესო და მრავალმონაცემს იყენებდეს და კიდევ უფრო საინტერესო შედეგები ანალიზისთვის გებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცოტა მონაცემები არის ხელმისაწვდომი თვითონ პოლიტიკური პარტიების მხრიდან და ეს არა მარტო ასე ვთქვათ გენდერული თანასწორობის მიღწევის პოლიტიკას ან სტრატეგიას ართულებს პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაში, არამედ ზოგადად პოლიტიკური პარტიების ეფექტურობას ამცირებს, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ბევრი საინტერესო მონაცემი, რომელიც მათ საკუთარი საქმიანობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა. მაგრამ ამ ინდექსის და რეიტინგის განმავლობაში ყოველწლიურად გეგმავთ და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი მასალა გვექნება სამუშაოდ. როდესაც შევხედეთ შიდა
პარტიულ ან ორგანიზაციულ განზომილებას პოლიტიკური პარტიების ცხოვრებისა, როგორც თქვი ეს არის, როგორც ხდება საქმის ორგანიზება პოლიტიკური პარტიის შიგნით, აქ ასე ვთქვათ, ყველაზე კარგ ფორმაში აღმოვაჩინეთ ახალი მემარჯვენეები, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ამ მხრივ იყო ეროვნული ფორუმი. საპარლამენტო პარტიებიდან თავისუფალი დემოკრატებმა ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს თქო გენდერული თანასწორობის შიდა ორგანიზაციული თვალსაზრისით. ბარემ აქვე ვიტყვი ცოტა პარადოქსულიც შეიძლება ჩანდეს, მაგრამ ის პარტიები ჩემი დაკვირვებით, რომლებშიც გენდერული თანასწორობის საქმე უფრო უკეთ არის, ვიდრე არის, მაინც უფრო იხლებიან კვოტების მხარდაჭერისკენ. და ის პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს პრობლემა არ დგას საერთოდ, ხო, არათუ კვოტებს არამედ რეალურად ამბობენ, რომ ეს არ არის სხვანაირად ზღვარდება, ანუ არც ერთ ამ განზომილებაში, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ, არც საარჩევნო, არც საპროგრამო და არც შედარებით, საერთოდ არაფერს არ აკეთებენ. ანუ არათუ რომ მარტო კვოტებს ან შიდა კვოტებს, საერთოდ არანაირი აქტივობა პრაქტიკულად ამ მიმართულებით არ გააჩნია. ასევე როდესაც ვახეთ საპროგრამო განზომილება თუ რა პროპარტიის პოლიტიკურ განცხადებებში, საპარლამენტო ასე ვთქვათ დებატებში, გამოსვლებში, იშვიათ შემთხვევებში, ინიციატივებში, რომლებიც შეიძლებოდა პარლამენტში აღმოჩენილიყო და ასე შემდეგ, ახაც ახალი მემარჯვენეები იყვნენ საპარლამენტო მცირე პარტია შედარებით კარგ ფორმაში, ლეიბორისტები და რესპუბლიკური პარტია და ნუ აქაც ბოლო ადგილზე ხედავთ ეროვნულ ფორუმს და მრეწველობა გადაარჩეს. რამდენად ქალთა თემები რამდენად ეს საკითხები ქალთა ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის თემები, ყველა ის საკითხები, რომელიც ამ თემებს უკავშირდება, რამდენად ხდება მათ პროგრამულ თვალსაჩინოში, ხო? და ნუ საბოლოოდ საარჩევნო განზომილებაში, ანუ რამდენი ქალი კანდიდატი დაასახელეს პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებისთვის, აქაც ვთქვათ, ნუ ლიდერები არიან ახალი მემარჯვენეები საპარლამენტო პარტიებიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური ბოლოში ისევ ეროვნული ფორუმიდან მრეწველობა არჩევს საქართველოს. ანუ აბსოლუტური მაჩვენებლები თუ შევხედავთ პარტიებს, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიებს, ახალი მემარჯვენეები არიან ყველაზე გენდერულად თანასწორი პოლიტიკური პარტია, ხოლო საპარლამენტო პარტიებს შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკური პარტია არიან ყველაზე გენდერულად დაბალანსებული ორგანიზაციები. აი ეს ძალიან მოკლედ რაც შეეხებოდა, ასე ვთქვათ, რეალურად რა ხდება პოლიტიკურ პარტიებში, თუ კი შევხედოთ აი ამ სამ საკვანძო კომპონენტს პოლიტიკური პარტიის ცხოვრებისა და როგორც თუ ის პარტიები, რომლებიც ასე ვთქვათ, ხელს აუქმნიან ხოლმე ხშირად ამ საკითხს და ამბობენ, რომ მოიცა რადოს ეგ არის ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, არც ერთ მტკივნეულ საკითხს, რომელიც დგას ამ თვალსაზრისით, აქცენტურ ყურადღებას და ეს არსად არ არის ასაკულიდან გამოვლენილი. გარდა ამისა, ჩვენ ეს გარკვეულწილად უკავშირდება, უბრალოდ მნიშვნელოვანწილად ჩემი აზრით უკავშირდება და ხვალინდელ დისკუსიებს პარლამენტში. აქვე მინდა ნამდვილად შევახსენო და ჩვენს გავავცელოთ უბრალოდ დღეს კიდევ ერთხელ ამ დოკუმენტს ის მრავალპარტიული რეზოლუცია, რომელიც მიმდინარე წლის 8 მარტს მიიღო 10 პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც ამათი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა მოაწერეს ხელი, აქ იგულისხმება მმართველი კოალიციის წარმომადგენლები, ისე როგორც დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიციის წევრები და ასევე არასაპარლამენტო პარტიები, სადაც ნათლად და გარკვეული წერია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩემი აზრით უკავშირდება იმ დებატებს, რომლებიც ხვალ გაიმართება და ალბათ უპრიანი იქნება, რამოდენიც უპრიანი იქნება, შევახსენოთ ეს პირობა, რომელიც მათ დადეს საზოგადოების წინაშე. პირველი ეს იყო, რომ პოლიტიკურმა პარტიები ხარს უჭერენ სპეციალური ზომების მიღებას ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გადაცემას. შავი თეთრზე წერია და პოლიტიკური პარტიების პირველი პირების ხელმოწერები აქვს აი ამ მრავალპარტიულ რეზოლუციას, რომელიც მიღებულ და გამოქვეყნებულ იქნა 8 მარტს. მეორე, რომ საარჩევნო სისტემის ნებისმიერი რეფორმა, რომელიც საქართველოს შეიძლება წარიმართოს, ნებისმიერმა რეფორმამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ამ რეფორმის შედეგების გავლენა ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის საკითხზე
და მესამე ის რომ პოლიტიკური პარტიები პირობას დებენ რომ შიდა პარტიულად გააუმჯობესონ ხალხთა პოლიტიკური მონაწილეობა და რომ ძალიან მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახელმწიფო სახსრების ხარჯვისას ამ სახსრების ნაწილი მიმართული იქნეს ქალი კანდიდატს წინასაარჩევნო ქალი კანდიდატების მომზადებაზე, რეკრუტირებასა და ნომინაციაზე. ეს სამი საკითხი მე მგონი არის ის საკითხი, რომელიც გენდერული თანასწორობის თემებს პოლიტიკაში საკმაოდ კარგად არავს და ეს არის პირობა, რომელიც ამ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთის მიმართ და საზოგადოების წინაშე დადეს. ამიტომაც იმედნობს, რომ ხვალ ეს არ დაავიწყდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, იქაც იქნება ეს რეზოლუცია და საჭირო იქნება შეუძლიათ გააცნო და ბოლოს ალბათ მითქვით, რომ ყოველ შეხვედრაზე ამასა ლაპარაკობს, მაგრამ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ეს საკითხები ხშირად მეორდებოდეს და ისმოდეს. აქ ლაპარაკიც დაიწყო და ავსტრალია ბაქსაუბარი არის იმაზე, რომ ეს და რამოდენიმე სხვა საკითხი მნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის თემებს. მე არ ვამბობ აბსოლუტურად იმას, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კვოტებს უპირობოდ აუჭერენ მხარს, არ არის აპროდემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ როგორც კი ავიღებთ რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის გენდერული თანასწორობის საკითხს, ეს საკითხი არ შეიძლება განვიხილოთ იზოლირებულად, ეს საკითხი ასევე უნდა განვიხილოთ საქართველოს კონტექსტიდან და რეალობიდან გამომდინარე, იმ ჭრილში თუ საით მიდის ეს სახელმწიფო და როგორ პოლიტიკურ სისტემას ვაშენებთ ჩვენ. ამიტომ ალბათ ესე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გახდეს აი ამ დებატებისას, რომლებიც პარლამენტში, ალბათ მის გარეთ, კომიტეტში და იმედია პლენარულ სხდომებზეც მერე გაიმართება. ესე რომ წარმატებები ამ ინიციატივას და ჩვენს ისე განაჩერები მე პროსტორად ჩვენ გავაცია. დიდი მადლობა ლევან, ერთი კითხვა მაქვს მეკენდა. ესე იგი ამ პარტიებთან თქვენი მუშაობა მე ვიცი რომ ზოგჯერ არის საკმაოდ აი ესეთი ღრმა, ესე ვთქვათ, არასაჯარო რიგ შემთხვევებში. ერთ-ერთი პარტიის გენდერულ კონფერენციაზე ჩვენც ვიყავით, აი ძალიან ცუდია რომ თამარ-ბაგრატია წავიდა რესპუბლიკური პარტიის გენდერულ კონფერენციაზე ვიყავით მე და ჩვენ, სადაც ვნახეთ, გვანახეს როგორ იცვლებოდა პარტიაში მიდგომები, როგორ ახალისეს კანდიდატები შიდა ორგანიზაციულ რგოლებში, ასე ვთქვათ, მაღალ პოზიციებზე და ასე შემდეგ და ანუ ეს დინამიკა იცვლება და რამის თქმა ხომ არ შეგიძლიათ სხვა პარტიებში როგორ არის, სადმე არის რამე ძვრა, რამე შეიცვალა ბოლო ეს წლის მანძილზე, როცა მართლა ესეთი ფემიციდის და ასე შემდეგ მწვავე პოლიტიკური საკითხი რადგან გახდა ხალხთა საკითხი, რამე გავლენა მოახდინა მათზე, მათ შიდა პარტიულ დინამიკაზე. ძალიან რთულია თქვათ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება მოხდა თლიანად პოლიტიკურ პარტიების სპექტრში, მაგრამ რამოდენიმე პარტია ნამდვილად უფრო მეტ საკეთებს ვიდრე სხვა, იგივე რესპუბლიკელები ამ მხრივ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გამოცდილებიდან ვსაუბრობ, შეიძლება სხვა გამოცდილება სხვა პარტიებთან დააშევა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესპუბლიკური პარტია ამაზე საკმაოდ აქტიურად მუშაობს ერთმანეთთან, ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან და მე ასევე ვიყავი კონსერვატიული პარტიის ხალხთა ორგანიზაციის ყრილობაზე, სადაც პარტიამ შიდა პარტიული კვოტა დაიწესა და რაც ნამდვილად მისასალმებელი და კარგი. კარგი, დიდი მადლობა, ნამდვილად იმედის მომცემი არის ეს ყველაფერი. ახლა ჩვენ რა გინდა ეკეთ? ესე იგი დისკუსიის ეტაპზე გადავედით. მოკლედ კითხვები ან კომენტარები დარბაზიდან ნებისმიერ მოხსენებელთან ან არ არის აუცილებელი ასევე პერსონალიზებული იყოს კითხვა ან კომენტარი, თხოვთ დარბაზს. კი ბატონო, ხელი აწიეთ და მე თანმიმდევრობა ჩავნიშნავ და ასე. მადლობთ. გისმენთ. მიკროფონი მოვა ეკამოიტანს იქით. პირველ რიგში მინდა გამოვხატო ძალიან დიდი მადლობა მოდის ესეთი საინტერესო დისკუსიის მოწყობისთვის და ჩემი იმედი გამოხდა რომ ესეთი ექსპერტების პირობებში, რომელიც აქ ძალდება, იმედი მაქვს რომ
თუ ყველა ინიციატივას ამ საქმეს რა თქმა უნდა კარგი მომავალი აქვს, მაგრამ დღესდღეობით აი ესეთი კითხვა მინდა დავსვათ. მადლობა უნდა გადავხატოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უზარმაზარი მხარდაჭერისთვის, რასაც ამ მიმართულებით ახორციელებდა და მათი პროექტის ფარგლებში არის ესეთი მონაცემები და არის ეს თქვენთვის ცნობილი, მაგრამ მინდა დავაშორე კიდევ ერთხელ. როგორც ამ კვლევიდან არის ცხადი, ეს არის ხალხში 1,120,000 ამორჩეველი ქალი 2014 წელს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობდა. 1,120,000 ამორჩეველი ქალი. სხვადასხვა მიზეზებს ახლა მე არ განვიხილავ, ცხადია სხვადასხვა მიზეზით. ახლა ცხადია რომ ლეგიტიმურობა და დემოკრატიის ინდექსი ამ შემთხვევაში გაზომვის შედეგად რა თქმა უნდა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც ერთ-ერთი არგუმენტია იმისთვის, რომ რატომ გჭირდება კვოტა. თავისთავად კვოტა გჭირდება, ჩვენ გჭირდება თანასწორი შესაძლებლობები და თანასწორი პირობები იმისთვის, რომ მონაწილეობით პროცესი და ასაკუთი დემოკრატია იყოს საბოლოო შედეგი და მიღწევადი შედეგი. აი ამისი გათვალა და მეორე კიდევ ესე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური პარტია არის ერთადერთი კარიბჭე იმისთვის, რომ მიიღოს ადამიანმა არჩევნებში შესაბამისად ის უფლება განხორციელდეს, რომელიც არის აქტიური საარჩევნო უფლება. ორი უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და აქტიური საარჩევნო უფლება რეალურად ქვეყანაში ვერ ხორციელდება სხვადასხვა მიზეზების გამო. აი მე ძალიან მაინტერესებს სხვადასხვა რეფორმა და აი ამიტომაც ალბათ ამ ინიციატივაში რომელიც ჩვენს მიერ არის ხვალ წარდგენილი, ეს არ არის პანაცეა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით 50%-იანი პროპორციაში. მაგრამ სხვა გზა ვერ დავინახეთ მხოლოდ იმიტომ, რომ იყოს ყურადღება გამახვილებული იმ პრობლემებზე, რომელიც წინაშეც რეალურად დგას ჩვენი საზოგადოება. და აი ამასთან დაკავშირებით მინდოდა ეს ამაზე მომესმინა პასუხი, რომ ძალიან კომპეტენტური ექსპერტები არიან და ძალიან გვინდა რომ დავიჭიროთ ეს თუ შეიძლება. განსაკუთრებით რაოდენობა. დიდი მადლობა კაპიტან რუსტენ, უკან თუ შეიძლება. მოგესალმებით, მადლობა მართლაც ძალიან საინტერესო მოხსენებები იყო, ყველაზე დიდი მადლობა. მე მაინტერესებს კი არა, მინდა ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო. ანუ მთელი მოხსენებების განმავლობაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ზედაპირზე და რა ხდება კონკრეტულად პარტიებში, ხალხთა წარმომადგენლობაზე, კვოტირების საკითხებს შევეხეთ ძალიან აქტიურად, თუმცა რატომღაც მე უფრო ქვედაფინებს მინდა შევეხო, იქიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, უნდა იყოს თუ არა კვოტირება, უნდა შემოვიტაროთ თუ არა ჩვენს ქვეყანაში, უნდა დავამკვიდროთ თუ არა ეს საარჩევნო სისტემა, ანუ ამ პროპორციული კუთხით და ასე შემდეგ. იმ დროს იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ ოჯახებში ქალები იზრდებიან უფრო მორჩილი, უფრო მამაკაცზე დამოკიდებული, იმით რომ ისინი არიან ლიდერები, ისინი არიან ასე ვთქვათ მასკულინური წარმომადგენლები და ჩვენ უნდა დავუთმოთ, ჩვენ არ შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რასაც ისინი აკეთებენ, ჩვენი ადგილი არის სახლში და არა საზოგადოებრივ სფეროებში. და როდესაც ასეთი წარმოდგენებით ვიზრდებით, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში უკვე დგება ის საკითხი, რომ არც კი იქნება იმ რაოდენობის ქალები, რომ კვოტირების სისტემა შემოვიტანოს. ვერც ან რაოდენობა ვერ შეესაბამებოდეს იქნება იმას, რასაც ჩვენ დავაწესებთ. და ასევე მინდოდა იმასაც გავუსვა ხაზი, რომ მაშინ როდესაც ქალები ჩვენ აი ბატონმა ვახუშტიმაც თქვა, რომ სიებში არის უფრო ქვედაფენებში წარმოდგენილი და პირველი ათეული ივსება, რა თქმა უნდა, მამრობით ისკესის წარმომადგენლებით. რაც თავისთავად ხელს უწყობს იმას, რომ ქალები არ იყვნენ წარმოდგენილნი დიდი რაოდენობით პარლამენტში თუ სხვა პოლიტიკურ ასპარეზზე. თუმცა ამ საკითხებს არა მხოლოდ პარლამენტში ხვდებით ამ პრობლემებს, არამედ სხვა საჯარო დაწესებულებებში ხვდებით იმ და რასაც ეს sticky floor ქვია, მინისტერის თეორია, როდესაც ქალებს ვასაქმებთ შავ სამსახურზე, დივნებად ყავს, საქმეებს აგვარებენ, ქაღალდებზე მუშაობენ, მაშინ როდესაც ბოდიშით მამაკაცებო, მაგრამ თქვენ ზიხართ კაბინეტებში ხელს აწერთ ამ ქალების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს
და იღებთ ხელფასზე რაღაც უაზროდ გაწერილს და გაბერილს, მაშინ როდესაც ეს ქალები თავის შრომაში იღებენ მინიმალურ ანაზღაურებას. ანუ რაც სრულად შეუსაბამობაში მოდის საქმესთან. ანუ ანაზღაურება და საქმე. თქვენ რას ვფიქრობთ? მაშინ როდესაც ვსაუბრობთ ატრენინგებაზე, თვითონ აი ამ კანდიდატების ხო არ გონიათ რომ ეს ატრენინგება კანდიდატებიდან კი არ უნდა დავიწყოთ და ინფორმაციის გავრცელება არის ზედაფენებიდან. ანუ ამ პოლიტიკური სისტემის ქვედაფენებში ჩავიდეთ და ფართო მასებზე, მოსახლეობაზე, უფრო აი ამაზე ვიმუშაოთ. ოჯახების პრობლემა უფრო არის აქ, ვიდრე შემდგომ, ანუ ვერც გამოვა ის ადამიანი ასპარეზზე, თუ კი ოჯახში ასე იზრდება. ხო, განათლებაზეც არის საუბარი. წინასწარ მაგრამ მადლობა, შეიძლება მიკროფონი მოტანოთ იქ მიცავთ. აზურა მაშინ. დიდი მადლობა. მე უბრალოდ მინდა ხაზი გამესვა რამდენიმე ასპექტისთვის. აქ ყველა საკითხზე წამოიჭირა, რაც დაკავშირებული არის სისტემების ცვლილებასთან, რეფორმასთან. რამდენიმე ასპექტი, რაზეც მინდა ასე ხაზგასმა ეს არის შემდეგი. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ზოგიერთი სისტემა ბუნებრივად არის მიმხრობილი იქითკენ, რომ დავუშვათ ქალები იყვნენ წარმოდგენილნი და ზოგიერთი სისტემა ამას ქალების წარმოდგენას პარლამენტში ან წარმომადგენლობით ორგანოში არ უწყობს ხელს. საჭირო არის გავითვალისწინოთ კონტექსტი და ამაზე ბატონმა ვახუშტიმ ისაუბრა, არის თუ არა დაბალი წარმომადგენლობა ქალებისა იმის რეზულტატი, იმის შედეგი, რომ პარტიები ნაკლებად წარმოადგენენ ხოლმე კანდიდატებს. ნებისმიერი რეფორმა, საარჩევნო რეფორმა არის ძალიან მტკივნეული და ეხლა ჩვენ ზუსტად იმ პოლიტიკურ მომენტში ცხოვრობთ, როდესაც ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს საუბრები, დისკუსიები საარჩევნო სისტემის, საარჩევნო სისტემის ცვლილება იმდენად ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, სოციალურ ინტერესებთან არის დაკავშირებული, რომ მისი ცვლილება თუნდაც ძალიან რთული არის და ერთხელ შეცვლილი დიდხანს ვეღარ შეიცვლება ხოლმე. ამას ჩვენ უბრალოდ ახლა ვხედავთ და ვაკვირდებით. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ როდესაც საუბარი არის გენდერული კვოტების შემოღებაზე, აი ამ პოლიტიკური ასპექტისაგან გავანთავისუფლოთ ეს საკითხი. ანუ არ დავიჭიროთ მხარი რომელიმე პოლიტიკური დავუშვათ ნებსითუნებლიეთ, არ დავიჭიროთ მხარი რომელიმე პოლიტიკური მიმართულებისა და გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ გენდერულ ასპექტებზე. მაგალითად, მე ცოტა უფრო მინდოდა მეტი უბრალოდ შეფარვით მელაპარაკა იმაზე, რომ მაჟორიტარულ სისტემაშიც შეიძლება ძალიან ეფექტური კვოტების შემოღება, მაგრამ ქავატონმა თამარმა ის მოჭრილად თქვა ეს. და არის ძალიან კარგი მაგალითები არა მხოლოდ დავუშვათ ბრიტანეთის და მის თანამეგობრობის ქვეყნების, არამედ დავუშვათ საფრანგეთისაც, რომელიც ასევე მაჟორიტარულ სისტემაში ძალიან ეფექტურად იყენებს და ფაქტობრივად შეგვიძლია ძალიან ბევრი კარგი მაგალითი ავიღოთ. უბრალოდ მინდოდა ხაზი გამოსვა იმისთვის, რომ კარგი იქნებოდა ჩვენ აი ისედაც სისტემაზე საუბრები ამჟამად რაც მიმდინარეობს სისტემის საარჩევნო სისტემაზე საუბრები დაცლილი არის გენდერული პერსპექტივისაგან და არასოდეს ფაქტობრივად არა მარტო გენდერული პერსპექტივისაგან არის დაცლილი, როდესაც საუბარი არის ერთი სისტემის შეცვლით მეორე სისტემით ან მხოლოდ ერთი სისტემის დატოვებით, აქ პერსპექტივა არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და არასოდეს არ არის საუბარი ამორჩევლის პერსპექტივიდან, იმიტომ რომ თავად ის სისტემაც კი, რომელსაც თავაზობენ პოლიტიკური პარტიები, ეს არის პოლიტიკური პარტიების
თვალით დანახული და არა ამორჩეველის თვალით დანახული, რომ ამორჩეველი პრინციპში სულ სხვა სისტემას შემოგთავაზებდათ, რომ რათა მისი ხმა არ დაკარგულიყო. ესმით, ამიტომ მოდით გენდერული კვოტებზე საუბრისას ჩვენ მხოლოდ ყურადღება გავამახვილოთ გენდერული პერსპექტივის შემოტანაზე და პოლიტიკა ნაკლებად ასე ვთქვათ შემოვიყვანოთ ხოლმე. ალბათ ეს უფრო იქნება ანუ ჩვენი სხივი მივმართოთ ძალიან კონცენტრირებულად ლაზერივით მივმართოთ მხოლოდ ამ თემაზე. ეს იყო ჩემი კომენტარი. კი, აბსოლუტურად გეთანხმები ზურა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ითქვა. სამწუხაროდ ისე წავიდა მთელი ეს პროცესი, რომ მოგეთ პოლიტიკური პარტიების პრეროგატივად დარჩა ეს და ქალბატონი მუსულმანიზმით საუბრობდა, რომ ეს არის პასიური საარჩევნო ამ რეჟიმშიც ეს დისკუსია არასოდეს არ ყოფილა ამ ქვეყანაში, არასოდეს მნიშვნელობა მარცხა იმისი, რომ ამორჩეულის უფლება საარჩევნო პასიური უფლება რას ნიშნავს, ეს მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგად გააზრებული ნამდვილად სამწუხაროდ. თუ დარბაზიდან კომენტარები და კითხვები არ არის, მაშინ თუ შეიძლება ვისაუბრეთ იაკობ უბრაძე, თესეუს იურიდიული ფაკულტეტი, მოძრაობა ჭანემურის წევრი. პირველ რიგში აგვისტოს გამოხმაურები, როცა საუბრობს ის არჩევანის შეზღუდულობაზე, ეს პრობლემა მართლაც დგას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, არსებობენ ჯგუფები, რომელსაც არც ერთი პარტია არ მოწონს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ალბათ ამ ჯგუფებმა უნდა დაიწყონ თვითონ თავისი ალტერნატივის შეთავაზება საზოგადოების წინაშე. ყველა პარტია მოქალაქეების ერთობაა, რომელიც ქმნის არჩევანს და თავაზობს მათ რაღაც სხვა გზას. მეორე რაც მინდა ვთქვა არის იურისტი სტუდენტები სოციოლოგიებთან ერთად ესეუდნენ მოკლედ მცირე კვლევას კასპის და გორის რაიონების მაგალითზე, სადაც ჩვენ შევხვდით ამ პრობლემას, როცა მოსახლეები, მაგალითად კასპის რაიონი ბევრად მცირეა გორის რაიონზე, ორივეში თითო მაჟორიტარი აირჩევა და პრობლემა იყო ის, რომ რეალურად კასპელები ამბობდნენ კონკრეტული გაერთიანების ან სხვადასხვა გადაანაცვლების შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით გორელ მაჟორიტარს მას და გორელები პირიქით ამბობდნენ რაღაც არა სამართლებრივი პრობლემების შევეჯახი, ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ქალ კანდიდატს უფრო ნაკლებ პრიორიტეტს მიენიჭებდნენ ვიდრე კაცს კანდიდატს და ვფიქრობ ამაზე საუბარი უნდა დავიწყო და რეალურად ამ არჩევნებისთვის მგონია, რომ ეწევა პირდაპირ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება ბოლოდან გამოიყენებს ამას და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ეცდება მაჟორიტარული სისტემის დატოვებას. კიდევ მინდა ერთი რაღაც თქვა, რაზეც არგუმენტებზე როცა ვსაუბრობ, რომ პროპორციული სისტემა უბრალოდ გაამყარებს ხალხთან მდგომარეობას, პარლამენტში და პოლიტიკაში ჩართულობას მისცემს მაქსიმალურ დონეს. არ უნდა გამოვდოთ სხვა არგუმენტები და კომპლექსურად უნდა შევხედოთ. ჩვენ პოზიციას დაეხმარება, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ პროპორციული მაჟორიტარული სისტემის პირობებში ირღვევა კონსტიტუციური პრინციპი საარჩევნო ხმის თანასწორობისა, როცა ერთ ოლქში 5,000 ამორჩეველი ირჩევს ერთ მაჟორიტარს და მეორე ოლქში, სადაც 15,000 ამორჩეველია, მაინც ერთ მაჟორიტარს ირჩევს. კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა და ესეც უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სათავისოდ დაგვეხმარება ჩვენ პოზიციების გამყარებაში. კიდევ ერთ დავამატებ მომჩები. მაინტერესებს დღევანდელი საზოგადოება როგორც ჩანს და პროცესია მზად არის კვოტირების სისტემის მისაღებად ქალების მიმართულებით, თუმცა როცა გენდერის პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, გამოჩნდა სხვა უმცირესობები LGBT თემის გულისხმობ და რამდენად შესაძლებელია მომხსენებლებს ვეკითხები ამ თემის წარმოწევა, რამდენად არის დღევანდელი საზოგადოება ამისთვის მზად და როგორ შეიძლება ამაზე მუშაობის დაწესება და ის თუ არა დღევანდელი მდგომარეობიდან გავაკეთოთ. მადლობთ, იოსფოს მადლობა მომხსენებლებს და მომხსენებლებს. დიდი მადლობა ირაკლი. მე მგონია, რომ მე ხომ მომხსენებლებს მიმეცეთ საშუალება, რომ პასუხი გასცემენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. ვახუშტი ალბათ ძალიან მოუნდება ხმების თანასწორობაზე
ისაუბროს, მაგრამ მე სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმაჩნია, რომ იგივე საარჩევნო ოლქების შესაძლებლობასთან დაკავშირებით რაღაცა ინფორმაციის განახლებას თუ გავიკეთებთ, ადამიანები, ვისაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, კარგი იქნება. ანუ საარჩევნო სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი და მტკივნეული ნაწილი იქნება ეგეც. დანარჩენი მე აღარ ხო ვიცი რომ ცალკე დისკუსიას იმსახურებს, მაგრამ რადგან სხვადასხვა მეც უბრალოდ ვამბობ. კარგი, დავუწყოთ მაშინ ისევ იგივე თანმიმდევრობით ვახუშტი. ვინაიდან ძირითადი მოსაზრებები ამ საკითხს შეეხებოდა ამ მრჩევლის არჩევანის მრავალფეროვნებას, ამაზე ვისაუბრებ თუნდაც გავშლი იმასაც ვიყოლარაკი. მოკლედ მარტივად თქვა, ჩვენ ვიგეთ ეს სიტუაცია. რომ კანდიდატი არის ცოტა კანდიდატი ხალი და შესაბამისად ლოგიკურად არის ცოტა გამარჯვებული, კიდევ უფრო ცოტა გამარჯვებული. კანდიდატი იმიტომ არის ცოტა რომ პარტია სჯერა რომ წააგებენ ქალები და ქალები არიან სუსტი კანდიდატები, ამიტომ ისინი აწარადგენენ და აქ თითქოს რაღაცა წრეში შევდივართ, არა, რომ პარტიები აწარადგენენ ქალებს იმიტომ რომ ისინი ვერ წააგებენ, ისინი ვერ მოიგებენ და შესაბამისად ქალები ცოტანი არიან, იმიტომ რომ ცოტანი წააგებენ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი აქ არის რესურსი ამ წრის გარღვევის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სინამდვილეში ცდებიან პარტიის მენეჯერების სიების დაკომპლექტებისას. 68%-ის მოთხოვნა კვოტირებაზე, საზოგადოების 68%-ის მზაობა კვოტირებაზე, სწორედ ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ ხალხი ამბობს ასეთ რამეს. ჩვენ პარტიები ვერ ასახავენ მოლოდინებს და პრინციპში ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ პარტიები ბევრ სხვა რაღაცაშიც ვერ ასახავენ საზოგადოების მოთხოვნებს და მოლოდინებს. ამიტომ აიძულეთ პარტიები ყავდეს უფრო მეტი ხალი კანდიდატი. და ძალიან საინტერესო ჩემთვის არის ის, რომ სწორედ აი ამგვარი ვითარება, თუ ესეთი ინტერპრეტაცია სწორია, რასაც მე ვამბობ, ჩვენ ამგვარი ინტერპრეტაციის მიუყვავართ ძალიან საინტერესო შედეგი. პრინციპში კრიტიკა, რომელიც მიმართულია კვოტირებაზე, ყველაზე ძლიერი კრიტიკა არის, რომ კვოტირება არის არადემოკრატიული. იმიტომ რომ ხალხს უნდა კაცი წარმომადგენლები და ჩვენ ვაძალებთ და ვატენთ ქალ დეპუტატებს. და ეს არ არის დემოკრატიული, ვისაც ხალხს ვისაც უნდა, იმას აირჩევს. აი სწორედ ამ ლოგიკის წინააღმდეგ ძალიან კარგად მეტყველებს ჩვენი სტატისტიკა, რომ ჩვენ შემთხვევაში სწორედაც რომ კვოტირება არის დემოკრატიული მოთხოვნა იმისა, რომ საბოლოო ჯამში ელიტურ პარტიულ ნომენკლატურამ გაითვალისწინოს ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის საკითხი. თავისთავად ის არასწორია დემოკრატიული ვარ კვოტირება, ეს ცალკე ამბავია, მაგრამ ხა ამ ანალიზზე არ გადავა. და ბოლოს 1 მილიონი ქალის გამოუცხადებობა არჩევნებზე ჩემთვის ასევე შეიძლება იყოს იმის მაჩვენებელი, რომ ეს ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარ, ასე ვერ იღებენ საკუთარ სურვილებზე პასუხს საარჩევნო პროგრამით. შეიძლება ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან კავშირში, პირდაპირ, მაგრამ მინიმუმირებად არის ეს კავშირში, იმიტომ რომ არა მხოლოდ ასე იგი ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა არის დაბალი, არამედ როგორც ლევანის მოხსენებამ აჩვენა, ასევე ზოგადად გენდერულად გრძნობიარე არ არის საარჩევნო პროგრამა. შესაბამისად 1 მილიონი ქალი, ანუ დაახლოებით 60% ქალი გამორჩეულის არ მიდის არჩევნებზე. ეს არის 6%-ით უფრო ცოტა, კი არა 6% მეტი, ვიდრე კაცი წარმოადგენს. კაცი, ასე იგი, ამორჩევს. კაცების 46% მივიდა ბოლო არჩევნებზე.
და ეს ციფრებში საკმაოდ დიდი რიცხვია რა. ანუ საბოლოო ჯამში მე იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი მიუთითებს იქეთკენ ჩემი აზრით და თქვენმა გამოსვლება კიდევ უფრო განვითარა ჩემი პოზიცია ამ მიმართულებით, რომ ქალთა წარმომადგენლობა როგორღაც აი ამ უნდა გავარღვიოთ ეს ელიტური წარმოდგენები ამორჩევლის სურვილების შესახებ, ქართული ამორჩევლის სურვილების შესახებ და ბოლო საკითხი, რომელიც ასევე კრიტიკულად დგას და რომელიც შეიძლება ჩემი იურისტი კოლეგის კითხვას ეხმაურებოდეს რაღაც აზრით, რატომ მაინც და მაინც ქალები არსებობენ სხვა ასე იგი პოლიტიკური სხვა სოციალური ჯგუფები და მაშინ ისინი ავსახოთ, ხო? ავსახოთ ეთნიკური უმცირესობები, რელიგიური უმცირესობები, სექსუალური ორიენტაციის უმცირესობები და ასე შემდეგ. საკითხი არის დგას ესე, რომ რატომ სქესის მიხედვით განსხვავდება? იმიტომ რომ სქესი არის უნიკალური დიფერენციაციის კრიტერიუმი, რადგან ყველა სხვა კრიტერიუმს კვეთს. ანუ ის არის გამჭოლი ყველა სხვა კრიტერიუმი. შესაბამისად, გენდერული კვოტირება ამ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე აქტუალურად, რაც ცხადია, არ გამორიცხავს სხვა ტიპის კვოტირებებს ქვეყნის კონტექსტში. მიუხედავად ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ესეთი კვოტირებები, ხო? თუ ჩვენ შევთავაზებთ, რომ საქართველოში ამის პრობლემა გვაქვს, შეიძლება ამაზე ვიქნებით, მაგრამ ჯერჯერობით მე კრიტიკული ასე იგი მასა არ შემინიშნავს, რომ რაღაც სხვა ტიპის კვოტირებებზე იყოს საუბარი. ბევრ ქვეყანაში ამას აკეთებენ კიდევაც. ხო, არჩევნო სისტემაზეც. ძალიან გაგრძელდება ეგრე თქვა, ამიტომ დიდი მადლობა. მართლა ცალკე დისკუსია შეიძლება ასე გაკეთდეს. ნინო უჯარეს ხოლმე პასუხი გასცეს კომენტარებს. რაღაც შევაჩამებელი რეპლიკასავით იქნება ორი საკითხი მომხდა ხურში, რაზეც მინდა რომ პასუხი გავცე. პირველი ის რომ სულიერ ვეთანხმები გოგონას, რომელმაც თქვა რომ რა თქმა უნდა ქალის პოლიტიკურ წარმომადგენლობას ისათვის კარიერი პოლიტიკური სისტემა არ არის. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აი პრობლემებს შორის და ჩვენ უბრალოდ ამ თემაზე ვსაუბრობთ, თუმცა ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ თვითონ ქალებს შორის ანუ არ არის არჩევანი პარტიისთვის, იმიტომ რომ ქალები სხვადასხვა გარემოებების გამო ანაკლებად აქტიურები არიან, ანაკლებად ეძებიან საჯარო ცხოვრებას და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, გულწრფელად მგონია, რომ პარტიები იმიტომ არიან წინააღმდეგნი ქალების წარმომადგენლობის ან კვოტირების ამ შემთხვევაში, რომ ეს იწვევს მათი პარტიის პოლიტიკური შემადგენლობის გადახალისებას. რაც ისინი არსებითად ქალების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ მათ მოცემულობა, რომ ხო დღეს ყავთ მათ კაცები, რომელთან ერთადაც 25 წელი ალბათ უკვე ხო, მოდიან ამ სპექტრში თუ შევხედავთ, არიცუე და პოლიტიკური ქალიც იგივეა, ვინც იყო ქალი, ხო პარტიურად და კაციც იგივეა და კვოტით მოუწევთ, რომ ეს რაღაცა და მოდიან ერთად უკვე პირადი კონტაქტები აქვს, ეს მაკაცური რაღაცა ესეთი ჭირშიც ერთად ხილში და ეხლა ეუბნები, რომ ამ კაცს ამ შემთხვევაში კაცია ეს უნდა დაემშვიდობა და ვიღაც ახალი წევრი შემოიყვანა. ამიტომ პოლიტიკურად მათ უჭირთ ძველი წევრების რეალურად გადახალისება უჭირთ, მოდი ესე ვთქვა და არა გენდერული თანასწორობის წინააღმდეგნი არ არიან. რაც შეეხება ქალები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყანაში არ წარმოადგენენ აქტიური მოქალაქეების ალბათ დიდ მასას ქალები წარმოადგენენ დღეს იგივე საჯარო სექტორში, NGO სექტორში, მედიაში და ასე შემდეგ. ამიტომ არჩევანი ნამდვილად არსებობს, თუ კი პარტიების მხრიდან ესეთი დაინტერესება იქნება. კიდევ ერთი რეპლიკა, მე მგონი თქვენ ახსენეთ გორის და კასპის მაგალითი, რომ გამოკითხვითო თქვენსო რომ ქალებს ნაკლებად მივცემთო ხმასო, არ ვიცი თქვენი კვლევა რამდენად რეპრეზენტატული იყო ამ კვლევის თვალსაზრისით, თუმცა მე როგორც ვიცი ინდიის კვლევების მიხედვით ქალებსა და რომელიც რეპრეზენტატულია საქართველოში მოამორჩეული ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ თანაბარი მონაცემების ამ შესაძლებლობის კანდიდატია თანაბრად მისცემენ ქალსაც და კაცსაც. ცოტა უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს კაცებში კაც კანდიდატებს, მაგრამ საერთო ჯამში თანაბარი მაჩვენებელია, ანუ მათ თუ ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ წარმოადგენს, ქალი იქნება თუ კაცი. ეს
ძალიან საინტერესო საკითხები გასვა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა და ნამდვილად ახლა გეოსისტემას და ფუნქციონალიზების საუბრობთ. ეს ძალიან მსხვილი თემაა და წლებია ეს სალაპარაკო და გასაკეთებელია ქვეყანაში იმედი ამდენი წლები არ დაჭირდება გენდერულ საკითხებს ნავთობად ისწავლებს გვაქვს. თუმცა ხმის თანადროულად რა თქმა უნდა მანდატის წონა თანაბარი იყოს ეს არის აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი და თუ საქართველოში იქნება მაჟორიტარული სისტემა ეს არის გასაკეთებელი და ზუსტად თქვენ კითხვასთან ვთქვათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის ჭრილში ეს გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს იმიტომ რომ დღესდღეობით მონაცემებით ეთნიკურ რეგიონს ამ ხმის წონის გამო შეიძლება ზუსტად იმდენი არ ყავდეს რამდენი პროპორციულად მას შეიძლება ეკუთვნოდეს და უფრო მეც გეტყვით როდესაც საარჩევნო სისტემებზე ვსაუბრობ და საზღვრების განაწილების პრინციპებზე გარდა რამდენიმე კრიტერიუმისა, რაც არის ამორჩევლის რაოდენობა, მოსახლეობის რაოდენობა და ასევე არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, რომელიც სამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, თუნდაც ვენეციის კომისიისა და ევროპის დასკვნების მიხედვით ასევე არის განსხვავებული მიდგომების და მნიშვნელოვანი კრიტერიუმები გეოგრაფიული, ეთნიკური განსახილება, ეთნიკური წარმომადგენლობა, გეოგრაფიული წარმომადგენლობა, მაღალმთიანი რეგიონი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის საკითხები, რომლებიც ასევე წარმომადგენლობითობას უზრუნველყოფს, თუმცა გენდერული წარმომადგენლობის ჭრილში ოლქების საზღვრები ცოტა ნაკლებად მეჩვენება მნიშვნელოვანი, თუმცა ის მნიშვნელოვანია და აუცილებლად გასაკეთებელია გეთანხმებით. რაც შეეხება კითხვას ოთომარმინიდან მილიონზე მეტი ქალი ეს კითხვა დაისვა, ჩვენ გვქონდა ამაზე ძალიან დიდი დისკუსია და მე უბრალოდ მინდა ამიცი ვახშტი რაღაც პროცენტი დაასახელოს და სხვანაირი პროცენტები მახსოვს რომ თქვა ეს აუცილებლად ჩვენ დავთვალებთ რეალურად რამდენი ქალი და რამდენი მამაკაცი მივიდა პოლიტიკურ არჩევნებზე ორი კრიტერიუმით ერთი მისულებიდან, მისულთა საერთო მონაწილეთა საერთო რაოდენობიდან, სადაც დაახლოებით თანაბარი პროპორციით დაჯდა, ესე 59-51% თითქოს აღმოჩნდა, რომ თანაბრად მივიდნენ ქალები და მამაკაცები, მაგრამ მე როდესაც ჩვენ დავთვალებთ რეალურად ამორჩეველთა რაოდენობიდან მისული, ან ქალი ამორჩევლებიდან, რამდენი ქალი მივიდა და რამდენი მივიდა მამაკაცი ამ კაცი ამორჩევლებიდან რამდენი კაცი მივიდა არჩევნებზე აღმოჩნდა რომ ქალთა მონაწილეობა იყო პასიური საარჩევნო უფლების გამოყენების კურსითაც დაბალი და ეს განსაკუთრებით მკვეთრად გამოისახა და ალბათ ამ კითხვას მინდა გამოვახმაურო ზუსტად სოფლად და არა ურბანულ დასახლებებში, არამედ მაგილებში, სადაც მოსახლეობა ქალები ნაკლებად აქტიურები იყვნენ. ასევე ეს ძალიან მკვეთრად გამოისახა ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში, ქალთა მონაწილეობა გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე მამაკაცთა მონაწილეობა. ასევე მაღალმთიან აჭარაში და მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის იმ სოფლებშიც თუ აი უფრო მართლაც, სადაც რელიგიური ასპექტები და ქალთა თქვათ, აი მაღალმთიან გურიაში თქვათ, ან მაღალმთიან აჭარაში ქალთა მონაწილეობა ძალიან დაბალი იყო პასიური საარჩევნო უფლების გამოყენებაში. ესე ძალიან მსხვილ ციფრებში რო შევხედოთ, ზოგადად 3 მილიონი დაახლოებით 3 მილიონი ნახევარი ამორჩევლებიდან, რომელიც არიან რეგისტრირებული, მივიდა დაახლოებით 1.600.000 და ახლა შეიძლება არ იყოს ეს საბუნებელი ქალი ნაკლებად მივიდა მილიონი, იმიტომ რომ მილიონზე ცოტა ნაკლები კაციც არ მივიდა არჩევნებზე. მაგრამ აქ ახლა ძალიან საინტერესო იდეა გამიჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ზუსტი მონაცემები ჩვენ რაც გაგვაჩნია საინტერესო იქნება რომ სტატუსების მიხედვით მე ვნახო რომ გარდა იმისა რომ სოფლად ქალთა მონაწილეობის პრობლემაა ეთნიკურ უმცირესობებში მაღალმთიან რეგიონებში და ეს უკვე ვიცით რომ სამუშაოა საინტერესოა სწორედ იმ ახალი სოციალური როლის გამო რომელიც ქალმა შეითავსა ბოლო სოციალური პრობლემების გამო საქართველოში და გადინება დასაქმების თვალსაზრისით ქალების საკმაოდ მაღალი საზღვარგარეთ საინტერესოა სტატუსების მიხედვითაც გავაკეთოთ ანალიზი, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ მაგ ანალიზსაც იმყოფება უცხოეთში, მაგალითად, რამდენი ამ მთლიანად ჩვენი მონაცემებით, რამდენი ქალი იმყოფება უცხოეთში, ეს იქნება ზუსტი რიცხვი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ დაახლოებით ტენდენციას გამოავლენს, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი ეს ახალი როლია შეიძლება, მაგრამ სწორედ აი როცა მივდივართ ამ როლებზე და აი ამ ნიუანსების და საფუძვლების გამოკვლევაზე მინდა თავის გამოვახმაურო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვა, სოციალური როლები და ზოგადად ბუნებრივი როლები არ
არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა არის ქალის ბუნებრივი როლები, რომელსაც მამაკაცი ვერ ჩაანაცვლებს. თქვათ ის არის დედა, მან უნდა ძუძუაწოვოს შვილს, ის მშობია აქვს და ასე შემდეგ, რასაც ამ როლს ვერანაირად ვერ შეითავსებს მამაკაცი. მაგრამ არის სოციალური როლები და მე პირადად ძალიან ხშირად ბრაზობ ხოლმე, როდესაც აი ელემენტარულად ქართულ სუფრაზე შეიძლება ადამიანი აღებრძელონ და ჩემი საფუძვლო დაულებია და უთქვამთ, რომ ეს ქალი კი არა, ეს მამაკაცივით ქალია. და ამ დროს მეწება, რაღაც, იმიტომ რომ მან შეითავსა მამაკაცური როლი. ხო და აი ეს მიდის ზუსტად სტერეოტიპებამდე, აღქმებამდე, განათლებამდე და მაგიტომ მინდა გამგვეხმაუროთ თქვენ. არა მარტო პოლიტიკურ სისტემებში, არჩევნო სისტემებში, პოლიტიკურ პარტიებთან, ეს არის საზოგადოების აღქმის, სტერეოტიპების და ყველაზე მეტად მართული განათლების პრობლემაც, ვინაიდან ჩვენ დღეს ვსაუბრობთ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცოტა ვართ. ძალიან ცოტა ვართ, ვისაც გვესმის გენდერული საკითხები, ვისაც გვესმის თანასწორობის და თავისუფლების საკითხები და ვინც ამას ვიზიარებს, როგორც კონსტიტუციურ ღირებულებებს და როგორც ადამიანურ ღირებულებებს. არ იყო, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ვერ მოვა საზოგადოებაში და მე მიმაჩნია, რომ ის რაც ვთქვათ ჩეხებმა თავის დროზე გააკეთეს, რომ ჯერ ღირებულებები კი არ შემოიტანეს ძალით და მახრილით და მერე ვთქვათ დაიწყეს ამ ღირებულებების რეალიზება. არამედ ჯერ ღირებულებების სწავლა და განათლება დაიწყეს ადამიანებს 10 წლის განმავლობაში, უამრავი ფული ჩადეს განათლებაში, სოფლებიდან დაწყებული თითოეული ადამიანის განათლებაში, რომ ეს ღირებულებები გაზიარებული იყო. დღესაც კი მე მომიწია ერთხელ სამთავრობო, არ ვიცი რა ქვია, გენდერული კომისია, რომელიც პარლამენტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ გენდერული კომისიის წევრებსაც არ ესმით გენდერული საკითხები. ხო, ამიტომ ჩვენ შეუძლებელია საზოგადოების, თქვენ ძალიან სწორი აქცენტი დასვით, საზოგადოების მოთხოვნა არის, მაგრამ არის კი ეს გააზრებული და აბსოლუტურად ესეთი ბუნებრივი მოთხოვნა, იმიტომ რომ რაც მოხდა იგივე პოლიტიკურ სისტემებში მექსიკაში, როდესაც კოტირება შემოიღეს და ჩვენ მექსიკიდან მოსამართლედ ყოფდა ერთმანეთს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ეს იყო საზოგადოების, იცით როგორი მოთხოვნა? გაზიარებული, აღქმადი და აბსოლუტურად გათავისებული მოთხოვნა. ჩვენ ახლა რაღაცა უფრო მოდულ და ესეთ არ ვიცი თანამედროვე აქცენტებს მივყვებით ინერციით და არა შეგნებით. ეს არის პრობლემა ჩემი აზრით, რომ შეგნებით როცა წავყვებით უფრო მეტად ეს გენდერული ასპექტები არა მარტო პოლიტიკურ სისტემებში, არამედ მთელ საზოგადოებაში იქნება მაქსიმალურად რეალიზებული. ესეთი საშინელი დიაგნოზი და დავისვირო. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ამ გულწრფელობისთვის, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის შესაძლებელი ქვია მოვლენებს, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი განვითარებისთვის. დიდი მადლობა, ლევანი შეჯამების ფუნქცია და ეს პატივი გაიგებთ. 25 რამოდენიმე რამეს მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეიძლება ცოტა ცდება კიდეც წმინდა გენდერული თანასწორობის პერსპექტივას, მაგრამ ამასთან დაკავშირებულია და მოიცავს და განაპირობებს იმას აქ რა მოხდება. ნუ უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ესეთი საკითხი, რომელსაც არა აქვს რაღაც ერთი დასაწყისი და რაღაც ერთი დასასრული. ანუ როგორ ვთქვა, ინგლისურად ვიტყვით, შეიძლება ვცდილობდი გადამეწერო non-linear ამბავია რა. ამიტომ ვერ ვიტყვი, როგორ არაცრფილი კავშირი. ხო, კი მადლობა. ერთი კაითარი მომჭერდა. ჭირდება ის. ხო, ანუ ვერ ვიტყვი მაინც და მაინც რომ ეს იწყება რაღაც ადგილობრივ გრასრუტების დონეზე თემის თვითშეგნების ჩამოყალიბებით და მერე ამისი კულმინაცია ხდება ეროვნულ დონეზე პარლამენტში ხალხსა და კაცის თანასწორობით და რაიმე ასეთი. ეს ყველაფერი ერთმანეთს განაპირობებს და ძალიან რთულია თუ არა შეუძლებელი რომ თქვა რომელი არის ის პირველი ნაბიჯი რომელიც უნდა გადაიღოს. აბსოლუტურად და მე მგონია რომ ასევე მართალია პოლიტიკის იმიჯი ჩვენთან ამაზეც ხშირად საუბრობ ხოლმე ცუდია. მაგრამ არ უნდა სათანადოდ უნდა შევაფასოთ ის ძალა და ის გავლენა, რაც პოლიტიკურ ქმედებას გააჩნია სოციალური ქსოვილის ტრანსფორმირების
ამბავში. ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი იმისა, რომ ცვლილებები მივიღოთ და რა თქმა უნდა ეს მტკივნეულიც არის, რთულიც არის და იგივე ისე რომ ჩამოვიდეთ და ვსაუბროთ პარტიები როგორ მოახერხებენ ყველაფერს გაკეთებას, ოდესაც ოჯახებში არ უშვებენ ქალებს იმისთვის რომ დაამთავრონ მაგალითად საშუალო სკოლა, წავიდნენ არჩევნებზე, ან მონაწილეობა მიიღონ თითქმის არჩევნებში, სწორედ აქაც უკვე, ოდესაც პოლიტიკური პარტიები ახდებიან იძულებული, რომ შეავსონ საკუთარი სიები, შეცვალონ თავისი ეს მოდუს ოპერანდი, ისინი აკეთებენ ზუსტად იმ საქმეს, რაც უნდა აკეთებენ. აკეთებენ იმას, რომ ადგილებზე იმუშაონ აი ამ ჯგუფებთან, იმუშაონ სხვადასხვა წრეებთან, სხვადასხვა საზოგადოებებთან იმისთვის, რომ მათ თავისი ვალდებულება შეასრულონ და რო არ შევეხო სხვა თემებს, რომლებიც ასევე იქნა ნათქვამი, ძალიან მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიების ფუნქცია. და ჩვენთან რა თქმა უნდა ძირითადად ძალიან ხშირად დავიგეთ ხოლმე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია არის, რომ კადრები მოუმზადონ პოლიტიკურ პარტიებს, ან რაღაც ეგეთი და ეს ვესმის ხოლმე ასევე პოლიტიკოსების ძალიან ხშირად. თუმცა რა თქმა უნდა ეხლა აქ ამას ბევრი საუბარი არ ჭირდება პოლიტიკურ პარტიებს გარდა არჩევნებში მონაწილეობისა. კიდევ 4-5 გააჩნია რომელ დეფინიციას ავიღებთ პოლიტიკური პარტიების კლასიკური ფუნქციებისა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი არის კანდიდატების შეგროვება, მათი მომზადება და ნომინირება ისე როგორც პოლიტიკაში და აქაც მე ვფიქრობ ასევე ძალიან დიდი როლი აქვს და ესეც საკმაოდ საფიქრალია ჩვენს ორგანიზაციულ ამოზრდებში. ვფიქრობ თუ საერთოდ მიყავს საერთაშორისო დახმარებას პოლიტიკური პარტიები. ისტორიულად თუ შევხედავთ რაზე იყო ფოკუსირებული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა საქართველოში, პოლიტიკური სისტემის მშენებლობა, საერთაშორისო დახმარებას, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებს, როგორც პოლიტიკური განვითარების პოლიტიკური ნაწილში მუშაობენ, ჩვენ და კიდევ რამდენიმე სხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რატომ არის, რომ რაღაცა საკითხები საქართველოში მუდმივად არის გადაუჭრელი პოლიტიკური პარტიების მიერ და ალბათ ეს ასევე დიდწილად პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ პოლიტიკური ცხოვრების შემოქმედნი ისინი არიან, მაგრამ ალბათ ის სხვა ჯგუფების, რომლებიც არიან ეგრეთ წოდებული დღის წესრიგის განსაზღვრების, სხვადასხვა ინსტრუმენტების გამშვებები, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი პოლიტიკური განვითარებისა, ჩვენს გვჭირდება კიდევ უფრო მეტი და სიღრმისეული ფიქრი იმისა, რომ ის პროგრესი, რომელსაც განიცდის ქართული პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური საზოგადოება მთლიანად, იყოს უფრო სწრაფი და იყოს უფრო მრავლის მომცველი. მართალია დღეს აღარ ხუმრობენ ალბათ უშნოდ გენდერული თანასწორობის საკითხებზე, მაგრამ ალბათ არა იმიტომ, რომ ღრმად ჯერათ თავის, ალბათ უფრო იმიტომ, რომ უხერხული გახდა. ეს არის ნაბიჯი წინ, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი წინ და ეს ალბათ ჩვენ ყველა ერთობლივად სამუშაო და საფიქრალიც არის, მაგრამ თავარი ამისა და თავარი გასაკეთებელი საქმე არის ისევ პოლიტიკური ლიდერების, იმიტომ რომ გადასახადებით მათ ვაფინანსებთ, თანამდებობაზე მათ ვირჩევთ და ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა და გავლენა მათი. დიდი მადლობა. მეც შეჯამებას გავაკეთებ ინგლისური ფრაზით, რომელიც ქართული შესაძლისი იმედი მაქვს ზურაბ ფრიკაძეს ეკრება. მოკლედ ქართული პოლიტიკა ჩემი აზრით ერთ პრინციპს ეყრდნობა fake it until you make it. ანუ ზედაპირულად მაინც გავაკეთე, სანამ ნამდვილად შეძლებ რაღაცის გაკეთებას და მე ვფიქრობ, რომ გენდერული თანასწორობის თემა ზუსტად ამ მიდგომამ შეიწინა. რაღაც ალბათ ზედაპირულად ჩვენ ყოველთვის აი თამამეთრე იყო ჩვენი მე-18 საუკუნეში ამ რიტორიკას არ დავსვით და გვეგონა რომ ეს სწორი იყო, მაგრამ როდესაც მართლა ამ მთელი სიმძიმით შემოგვიტია უთანასწორობის პრობლემა, ძალადობამ და ასე შემდეგ, ახლა უკვე ქალებს აღარ დარჩათ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მოვიდნენ პოლიტიკაში და მაგიდას მიუსხდნენ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ და სიამოვნეში ეს კოტის თემა ხო რაღაცა მარტივი ერთ-ერთი პოლიტიკური ასე ვთქვათ საჯარო პოლიტიკის საკითხი ხო არ არის, ეს არის სასოцо მნიშვნელოვანი თემა ქალებისთვის და ქალების ბრძოლის ასე ვთქვათ ყველაზე მთავარი ხაზი ახლა გადის იმაზე, რომ პოლიტიკური თავისუფლებაც მოიპოვონ და პოლიტიკური უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში მიიღონ მონაწილეობა როგორც პარლამენტში, ასევე თვითმმართველობაში. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი დებატი იქნება მცხარე, ესე ვთქვათ,
რაღაცა სერიოზული საზოგადოებრივი ესე ნებათაღელვა მაინც იქნება ამით გამოწვეული და რაღაც პოზიტიური მიმართულებით წავა და მხოლოდ ესეთი რეპუტაციის პოლიტიკური პარტიების ხელშიც არ იქნება რომელთა გაკეთების შეუძლებლობის დიადი ესე იგი სურვილი და იმედი აქვს დიდი მადლობა ლევან ჩეჩკიძეს და ნინო ჯარიას თანამშრომლებს და ვახუშტიმელაძეს მათ საინტერესო დებატები იყო ფიქრობ და ძალიან დიდი მადლობა აუდიტორიას მონაწილეობისათვის